მოგესალმებით, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოს ვიდეო პოდკასტი სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლი შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე. ეს თემა არის საინფორმაციო ზეგავლენა, ხშირად გაგვიგვია ტერმინები დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასე შემდეგ და ზუსტად ამ ფენომენს განვიხილავთ დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან. დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგიის დოქტორი ანი კვეტაძე და შემდეგი 1 საათის განმავლობაში ჩვენ ვეცდებით დავფაროთ ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროდან. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა ერეკლა პირიქით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. სანამ გადავალთ კითხვებზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები აქტიურად კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. გადავიდეთ პირდაპირ თავიდან. როგორც წესი კონტექსტს ვქმნით ხოლმე თემისთვის და დღეს ვფიქრობ ყველაზე ლოგიკური კონტექსტი ამ თემისთვის იქნება, როგორც თქვი უკვე ჩვენ მაყურებელს ალბათ ხშირად ესმის ტერმინები პროპაგანდა, დეზინფორმაცია ხშირად ერთად გამოიყენება, სინონიმებად გამოიყენება ასე შემდეგ. მაგრამ თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ ამას ძალიან ბევრი რთული ქვედინებები აქვს და აუხსნათ მაყურებელს დღეს, როდესაც საუბრობთ ზოგადად საინფორმაციო ზეგავლენაზე, რას გულისხმობთ ამ ყველაფერში? კი, ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე ზოგადად ტერმინები და დეზინფორმაციას, პროპაგანდას იგივე ყალბამბავს, როგორც სინონიმებს ისე გამოიყენებენ ხოლმე. თვითონ როცა დეზინფორმაციაზე გვაქვს ლაპარაკი, ალბათ კარგი არის განმარტოთ ის, რომ დეზინფორმაციაში იგულისხმება ისეთი ყალბი ამბავი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული ზიანის მიყენებას. ეს შეიძლება იყოს ადამიანზე, რაღაც სოციალურ ჯგუფზე, ქვეყანაზე, მაგრამ მთავარი მისი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ეს არის ტყუილი და ის მიზნად ისახავს ზუსტად აი ამ ზიანის მიყენებას. როდესაც საუბრობთ პროპაგანდაზე, პროპაგანდის შემთხვევაში, პროპაგანდა აუცილებელი არ არის, რომ შეიცავდეს ტყუილს, ხო? პროპაგანდა ზოგადად გულისხმობს კონკრეტული იდეოლოგიის გავრცელებას, ზოგადად. ეს იდეოლოგია შეიძლება რომ სიმართლესაც შეესაბამებოდეს, თუმცა გვაქვს საუბარი გავლენებზე, ხო? გვაქვს საუბარი სოციალურ გავლენებზე, რომ რაიმე კონკრეტული გზებით ადამიანებმა მოახდინონ ჩვენი ქცევებით манипуляция, ჩვენზე მოახდინონ ზეგავლენა და თავისთვის სასურველ შედეგებამდე მივიდნენ და ეს შედეგი ზუსტად შეიძლება იყოს რაიმე ქცევის ცვლილების ან ჩვენი დამოკიდებულების ცვლილების ან ზოგადად ჩვენი წარმოდგენების ცვლილების სხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძირითადად ასაც ხვდებით ხოლმე ალბათ ყველაზე ხშირად. საინტერესოა ეს ფაქტიც, რომ თვითონ ანუ პროპაგანდა, დეზინფორმაცია ცალსახად გასაგებია, რას ნიშნავს. თვითონ პროპაგანდაზე რო ვსაუბრობთ, ძალიან ბევრს უჭირს აღიქვას კონკრეტულად, ანუ რას ნიშნავს ეს და ასოცირებული არის აუცილებლად ნეგატიურ გავლენასთან. ეს ისტორიულად არ არის მაინდა-მაინც ნეგატიური, ეს უბრალოდ ინფორმაციის პროპაგანდა სიტყვა ინფორმაციის გავრცელებას ნიშნავს, რაღაცის რეკლამირებას, რაღაცის წამოწევას, ასე ვთქვათ, მაგრამ აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ნეგატიური და მაყურებელმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ზოგადად როცა ახსენებენ პროპაგანდას, პირდაპირ ცუდი რაღაცა აღიქვება, მაგრამ ამ ყველაფერში შეიძლება პროპაგანდა გამოიყენებოდეს, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის, მოწევის საწინააღმდეგოდ პროპაგანდისთვის, ანუ იმისთვის, რომ ზეგავლენა მოხდეს ინფორმირების საშუალებით, უფრო პოზიტიური შედეგების მისაღებადაც. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ ცხოვრობთ ესე ვთქვათ, ცალსახად კარგ და კეთილ სამყაროში და რა თქმა უნდა ეს შეიძლება გამოყენებული იყოს ცუდისთვისაც. და გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება მოსახლეობაში, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილი არის ხოლმე იმ პროცესებს, რა პროცესების ნაწილიც არის. ანუ ეს იზოლაციაში ესე დეზინფორმაცია არსაიდან არ მოდის. რა პროცესების ნაწილია, ანუ როგორ გამოიყენება დეზინფორმაცია, ვინ იყენებს ამ დეზინფორმაციას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რაში გამოიყენება ზოგადად, აი რატომ, რო გავცეთ პასუხი.
ალბათ მოდი მე ფსიქოლოგიური კონტექსტიდან განვიხილავ თვითონ და გარკვეულწილად მეორე კითხვასაც შევეხები რატომ გამოიყენება და საერთოდ რა კონტექსტში გამოიყენება. როცა ჩვენ საუბრობთ ნებისმიერ იგივე პროპაგანდაზე დეзинფორმაციაზე არა აქვს მნიშვნელობა. როდესაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია ვრცელდება, აქ მთავარი ალბათ დაუფიქრდეთ რა აქვს მიზანი, ხო? რისთვის გავრცელდა ეს ყველაფერი. მიზანი შეგვიძლია მოდით უფრო ფართოდ რო ავიღოთ არსებობს ფსიქოლოგიაში სოციალური ატიტუდებს ეძახიან. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეს არის განწყობები ზოგადად ადამიანის. თუმცა როცა განწყობებზე ვლაპარაკობთ, განწყობას არ ვგულისხმობთ მხოლოდ იმას, ადამიანი რას ფიქრობს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არა დამოკიდებულება აქვს. განწყობა შეგვიძლია ჩავშალოთ სამ განსხვავებულ მიმართულებად. ეს არის პირველ რიგში რა ვიცი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, აი მოდი საერთოდ კონტექსტს რო გავცდეთ და ძალიან მარტივი მაგალითით რო წავიდეთ, პირობითად მინდა რომ პიცის შესახებ გავავრცელო რაღაც ინფორმაცია. ხო, პირველ რიგში უნდა მივეწოდო ადამიანებს ინფორმაცია, საერთოდ რა არის ეს პიცა, სად მზადდება, როგორი არის და ასე შემდეგ. მეორე ეტაპზე, რასაც ვაკეთებ უკვე, არის რომ ხალხს უნდა მოვეწონო ეს ყველაფერი, ხო, დადებითი ან უარყოფითი გააჩნია რა კონტექსტში მინდა, რა თქმა უნდა. თუმცა რაღაცა მოვეწონო, კარგია, გემრიელია, რაღაც ესეთი დადებითი კონტექსტი უნდა შევუქმნა ამ ყველაფერს და ბოლოს მრჩება რა? ბოლოს მრჩება უკვე რა თქმა უნდა მოვახდინო მაქსიმალურად ისეთი ტიპის ინფორმაციის მიწოდება, რომ ამ ადამიანებს ვუბიძგო, რომ წავიდნენ, იყიდონ, შეჭამონ ეს პიცა, ხო? ანუ რეალურად დეзинფორმაციასაც რომ ავიღებთ, ზუსტად მსგავსად შეგვიძლია რომ განვიხილოთ, რომ ჯერ გვაწუდიან რაღაც ინფორმაციას, რატომ გვაწუდიან, ეს კიდე ცალკე საკითხია და როგორ გვაწუდიან, გვაწუდიან რაიმე სახის ინფორმაციას, შემდეგ გვიქმნიან დამოკიდებულებებს, ეს დამოკიდებულებები როგორც ვთქვით, ნეგატიურს ან პოზიტიურს და ბოლოს ამქედან გამომდინარე, უნდათ რომ კონკრეტული ქცევები განვახორციელოთ ჩვენ, რაც მაგალითად თვითონ დეзинფორმაციის ან პროპაგანდის შემქმნელებს ჰქონდათ მთავარი მიზანი, ხო? ეს არის ალბათ იმ კონტექსტიდან რომ ვიდეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და რაც არის მისი მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესოა და კი ბატონო, აბსოლუტურად მოყვები, რაში გამოიყენება, ანუ რატო ვის ჭირდება ამის გაკეთება? ზოგადად აქ შეგვიძლია რომ დავყოთ უკვე. დეзинფორმაცია შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა მიზნით. ეს შეიძლება იყოს ერთი პირობითად კომერციული მიზნები, რომ რაიმე სახის პროდუქტი შეგვაძენინონ. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური მიზნები, რომ პირობითად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივცეთ ხმა, ან უფრო დადებითად განვეწყოთ ან ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ზოგადი სოციალური მიზნები, რომ კონკრეტული სოციალური ქმედებები ან რაღაც ქცევები განვახორციელოთ. სასწრაფოს გზა დაუთმე სასწრაფოს გადადი მხოლოდ ზებრაზე. ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქმედებაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ ამაში გავიყვანოთ. ეს არის ძირითადად რაც შეიძლება რომ დაიყოს, ხო? მოდით ეს სამადრო დავყოთ, ალბათ ყველაზე რეალური იქნება, რომ კომერციული, პოლიტიკური და სოციალური მიზნებისთვის შეიძლება რომ გამოვიყენოთ. და აქედან გამომდინარე, უკვე უნდა გადავიდეთ ვინ ავრცელებს ამას. რა თქმა უნდა, გააჩნია მიზანს, კომერციულ პროპაგანდას, იგივე დეзинფორმაციას უფრო ავრცელებენ მარკეტინგული კომპანიები პირობითად ან რაიმე ბრენდის წარმომადგენლები ან ასე შემდეგ. სოციალური შეიძლება გავრცელოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ და პოლიტიკურზეც რა თქმა უნდა ნათელი არის ვინც ავრცელებს. კი, პოლიტიკური პარტიები და სახელმწიფოები. ანუ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროდან გამომდინარე, ჩვენ ძირითადად უფრო საერთაშორისო და პოლიტიკურ სპექტრს უყურებთ ამ ტიპის დეзинფორმაციებს და ვფიქრობ, შეიძლება კომერციულშიც ვიპოვოთ ესეთი რაღაცა, მაგრამ ძირითადად ყველაზე ხშირად პოლიტიკურ სპექტრში გვხვდება ხოლმე ისეთი ტიპის დეзинფორმაცია, ან ისეთი ტიპის პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ განწყობას. მარტივად რო ვთქვათ, რუსული პროპაგანდა, ნებისმიერი დიქტატორული ტიპის პროპაგანდა, რომელიც საკუთარი სამხედრო პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობს დეзинფორმაციის ან საინფორმაციო ზეგავლენის მეშვეობით, ეს რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მოიცავს ადამიანის შეცდომაში შეყვანას იმგვარად, რომ მან საკუთარი ინტერესების და საკუთარი კეთილდღეობის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
ზოგადად ახლა როდესაც საუბრობ დეზინფორმაციაზე ან პროპაგანდაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ამას ცოტა სხვანაირად მოიხსენიებენ. შეიძლება ვთქვათ საინფორმაციო ზეგავლენის აქტივობები, ან უფრო ჟარგონულ ენაზე რო ვთქვათ, ეს არის საინფორმაციო ოპერაციები. საინფორმაციო ოპერაციები თავისი სახელიდან გამომდინარე ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ეს არის სუფთა სამხედრო თემა. ანუ პირდაპირ გაგებით, შტაბში არიან ადამიანები, სამხედროები, რომელსაც ევალებათ საინფორმაციო ოპერაციების მოწყობა. რას ნიშნავს ახლა საინფორმაციო ოპერაციები, ხო? საინფორმაციო ოპერაციები თავის თავში მოიცავს სინქრონიზაციას სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო აქტივობების, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა სამხედრო მიზნების მიღწევას. ეს შეიძლება იყოს, ანუ ეს მარტო არ მოიცავს დეზინფორმაციას, შეიძლება იყოს კიბერ ოპერაციები, შეიძლება იყოს რადიოელექტრონული ბრძოლის ელემენტები, მაგრამ ძალიან საინტერესო ელემენტი შედის ასევე საინფორმაციო ოპერაციებში, რაც არის ფსიქოლოგიური ოპერაციები, რაც სახელიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოიცავს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ადამიანის განწყობებზე, ადამიანის ქცევებზე ზეგავლენის მოხდენას და ზუსტად, როდესაც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროდან ვსაუბრობ, ზუსტად აი ამ ელემენტთან გვაქვს საქმე. ადამიანები ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ეს დეზინფორმაცია იქმნება უნებლიეთ, ან ვიღაც ადამიანი რაღაც კონკრეტული კომერციული მიზნის მისაღწევად აკეთებს ამას, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი აი უცხოეთიდან მომავალ დეზინფორმაციაზე, საინფორმაციო კამპანიაზე, ეს არის ზუსტად იმ ადამიანების შექმნილი, რომლებიც აი ფსიქოლოგიურ ოპერაციებზე მუშაობენ. ფსიქოლოგიური ოპერაციების მიზნები რა არის? ფსიქოლოგიური ოპერაციების მიზანი არის, რა თქმა უნდა, ადამიანის ქცევაზე და განწყობებზე ზეგავლენის მოხდენა. სამხედრო თვალსაზრისით ეს გადაითარგმნება იმაში, რომ მოწინააღმდეგის ბრძოლის ჟინზე, ასე ვთქვათ, ბრძოლის სურვილზე ზეგავლენის მოხდენა და საკუთარი ქვედანაყოფების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს მათი დეზინფორმაციისგან და სხვადასხვა ტიპის ამგვარი გავლენისგან დაცვას. უბრალოდ რუსეთზე როცა არის საუბარი, განსხვავება რუსეთსა და დასავლეთს შორის ამ მხრივ არის ნათელი. როდესაც დასავლეთში დოქტრინულად გაწერილი არის ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამოყენებული მხოლოდ სამხედრო ოპერაციების დროს და სამხედროების მიერ, რუსეთში, რა თქმა უნდა, სხვანაირად არის და აქ უკვე ჩართულია მთელი სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის სტრუქტურები, სადაზვერვო სტრუქტურები, სამხედრო სტრუქტურები, კულტურული საგანმანათლებლო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, თავის მოსახლეობაზეც აქტიურად აწარმოებდა ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და ასევე მოწინააღმდეგეებზე და მეგობრებზეც. და იგივე ტიპის აქტივობები გვხდება დღესაც. უბრალოდ სახე არის ცვლილი, ჩვენ ამაზე მომავალში ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, რომ ალგორითმები, სოციალური მედია და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ არსი, რომ საბოლოო ჯამში ზეგავლენა იქონია ადამიანის გადაწყვეტილების უნარზე და მაქსიმალურად ეცადო, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესების ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, რჩება უცვლელი. ხშირ შემთხვევაში ადამიანი ამას ვერ იაზრებს, იმიტომ რომ სიტუაცია, კონტექსტი ამ პროპაგანდისტული კამპანიების მეშვეობით ისე იქმნება, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მის წინააღმდეგ არის, რატომღაც მისთვის ჩანს, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური და კარგი გადაწყვეტილება და ამიტომ მივდივართ მე ჩემს შემდეგ კითხვაზე. როგორ ვტყუდებით და რატო ვტყუდებით? ეგ ძალიან საინტერესო კითხვაა, როგორ ვტყუდებით და რატო ვტყუდებით. პირველ რიგში, ალბათ ვტყუდებით იქიდან გამომდინარე, რომ დეზინფორმაციის შექმნელმა ძალიან კარგად იციან ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, როგორ უნდა შექმნან ისეთი ტიპის ყალბი ინფორმაცია, რომ ჩვენ უფრო მარტივად მოვტყუდოთ. აქ სხვადასხვა საკითხი შეიძლება რომ გამოვიტანოთ, ხო? მაგალითად შეიძლება გამოვიტანოთ პირველი
ვილაპარაკებ ნაცნობობის ეფექტი რო გამოვიტანოთ, ხო? ნაცნობობის ეფექტი რას ნიშნავს? ძირითადად ჩვენ უფრო ის ადამიანები მოგწონს ხოლმე, ვისაც კარგად ვიცნობთ. ისეთი რაღაცები მოგწონს, რაც არის ჩვენთვის ნაცნობი. შესაბამისად, მოწონება რას განაპირობებს, ხო? მოწონება განაპირობებს დადებით დამოკიდებულებას, ნაკლებად კითხვების დასმას ამ საკითხთან დაკავშირებით და უფრო მარტივად ვიღებთ ხოლმე ინფორმაციას. ანუ ხშირად როცა რაიმე კონკრეტული დეზინფორმაციის გავრცელება უნდათ ხოლმე, რასაც აკეთებენ არის რომ ამ ინფორმაციას ქმნიან ჩვენთვის ნაცნობ ინფორმაციად. აი მაგალითად რაღაც შეიძლება პირობითად ქვეცნობიერად, ან იგივე რეკლამებში, პირობითად ფილმებში, ან გადაცემაში შეიძლება სულ ორი სიტყვა იყოს ნახსენები, მაგრამ ჩვენ რო ეს ხშირად გვესმის ეს ორი სიტყვა, ჩვენთვის ეს ორი სიტყვა ხდება უკვე ნაცნობი. როდესაც ჩვენთვის რაღაც არის ნაცნობი, ამ შემთხვევაში ჩვენ მის მიმართ მაინც გვიჩნდება უფრო დადებითი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, მე უფრო მარტივად ხდება ყურადღების მიქცევა, ხო? მე ხა ძალიან სიღრმისეულად რო არ ჩავიდე, ყურადღების მიქცევით იწყება რეალურად დეზინფორმაციის გავრცელება. ალბათ ყველას გქონია ისეთი მომენტი, ხო? არ ვიცი, პირობითად სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავა რაღაც საკეთებ და იქ ტელევიზორი რო არის ჩართული და რაღაც მოგვესმება და უცებ ამას რომ მივატოვებთ და გავდივართ იქ რომ მოიცა რა თქვეს. ანუ აი ყურადღების მიქცევაც კი რეალურად არის ერთ-ერთი ნაწილი, რაზეც უნდა იმუშაონ მაშინ, როდესაც უნდათ რომ დეზინფორმაცია გავრცელო. პირველ რიგში იმისთვის რომ მე რაღაც ინფორმაცია აღვიქვა, ხო? მნიშვნელოვანია რომ ამ ინფორმაციაზე ყურადღება გავამახვილო და ყურადღება მივაქციო. ყურადღებას ვაქცევ რას? ვაქცევ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არის ჩემთვის ახლო, ჩემთვის ნაცნობი. შესაბამისად, აი ამ ინფორმაციას რო გავიგებ, უკვე მივდივარ, ვუსმენ, მას უფრო მარტივად აღვიქვა. ეხლა აქ შემოდის უკვე მეორე ნაწილი, აი ძალიან არ მინდა რომ ძალიან ფსიქოლოგიური ტერმინებით ვილაპარაკო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. მეორე არის ეს ინფორმაცია რამდენად არის ჩემი სქემების შესაბამისად. სქემა რა არის? ძალიან მარტივად რო ავხსნათ, აი წარმოიდგინეთ კომპიუტერში ფოლდერები რო გვაქვს, სადაც ინფორმაციას ვალაგებთ, ხო და ვიცით რომ მაგალითად საკითხის შესახებ ინფორმაცია ამ ფოლდერში გვაქვს მოთავსებული, აი უჯრასავით. მსგავსად გვაქვს ჩვენ თავის ტვინშიც, ანუ გვაქვს რაღაც კონკრეტული ფოლდერები, სადაც ვინახავთ აი ამ სახის ინფორმაციას ყველა საკითხთან დაკავშირებით. იგივე აი პირობითად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სქემა, ფოლდერი შექმნილი. რაღაც ინფორმაცია, რომელსაც მე ვიგებ, თუ ეს ინფორმაცია აი ამ ჩემ ფოლდერში არსებული ინფორმაციის მსგავსია, მას აუცილებლად ყურადღებას მივაქცევ, მივალ, შევხედავ, აღვიქვამ, დავიმახსოვრებ და ამას მარტივად დავიჯერებ. მარტივად დავიჯერებ რატო? იმიტომ რომ ესეც ადამიანის ჩვეულებრივი მახასიათებელია, რომ ცხოვრება იმდენად რთულია და იმდენ რაღაცაზე გვიწევს დღის განმავლობაში ფიქრი, რომ სადაც შეგვიძლია მარტივად მივიღოთ გადაწყვეტილება, იქ ზედათ მარტივად ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას. ამიტომაც მე თუ მაქვს ესეთი ინფორმაცია უკვე ამ ჩემ ფოლდერში, კიდევ დამატებით შემოვიდა ეს ინფორმაცია ჩემ საინფორმაციო სივრცეში, ხო? მე ამას კითხვებს აღარ ვუსვამ, იმიტომ რომ მსგავსია იმ ინფორმაციის, რაც უკვე მაქვს. შესაბამისად, მარტივად ვიმახსოვრებ ამ ინფორმაციას უფრო და აღარ ვუყურებ კრიტიკულად ამ ინფორმაციას, ანუ აღარ აღვიქვამ კრიტიკულად და აღარ თითქოს უკვე გონებაში გადამოწმებულია. გადამოწმებულია, იმიტომ რომ მეც ხო ვიცი ეს ხო ისედაც ვიცი და შესაბამისად უბრალოდ შევავსე ეს ჩემი ინფორმაცია. და რადგან მსგავსი სიტუაცია არის, აი ყოველ ესეთ მომენტში, როდესაც ჩემთვის ნაცნობი ინფორმაცია შემოდის, რომელიც შეიძლება იყოს იგივე სტერეოტიპული ინფორმაცია, ხო? სტერეოტიპიც ხო ნაცნობია ჩვენთვის, აი ყველამ ვიცით რაღაც სხვა სტერეოტიპი. როდესაც შემოდის ესეთი ინფორმაცია, უფრო მივდივარ, ვუყურებ, ვიმახსოვრებ, მე ვიხსენებ ამ ინფორმაციას და უკვე მე თვითონაც ვავრცელებ, ხო? ანუ მე თვითონაც შეიძლება გავხდე დეზინფორმაციის გამავრცელებელი. ანუ რეალურად აი ეს ეგრეთ წოდებული კოგნიტური პროცესები, აი ჩვენი აზროვნების პროცესები, არის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი, რასაც ძალიან კარგად ითვალისწინებენ დეზინფორმაციის შემქმნელები, იმისთვის რომ ისე ააგონ ეს ინფორმაცია, რომ ჩვენზე იყოს მიზანმიმართული. ანუ იყოს უფრო ნაცნობი, ჩვენთვის ახლო, ის რასაც ჩვენ ისედაც ქვეცნობიერად ვეთანხმებით და მე უფრო მარტივად და ისე
დავიჯეროთ ეს ინფორმაცია. ეს არის ჩემი ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ვიჯერებთ. იმიტომ ვიჯერებთ, რომ ძირითადად ისე არის ეს ინფორმაცია ასე ვთქვათ, აგებული, რომ ჩვენ უბრალოდ კრიტიკულად აღარ განვიხილავთ ამ ინფორმაციას და როცა ინფორმაციას კრიტიკულად არ განიხილავ, ამის დაჯერება ბევრად უფრო მარტივი არის. კი, ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. ერთი კითხვით გადავხტები, ამ თემას უნდა დაუბრუნდეთ, მაგრამ შენ როგორც აღწერე ეს ფოლდერები და დალაგებული ასე ვთქვათ ინფორმაცია, ჩემთვის ძალიან ახლოს არის აი სოციალური მედიის ბაბლის ფენომენთან, ხო? ანუ როგორ იწვევს ჩვენ ტვინში მოწყობილი არის უკვე სისტემა ისე რომ ჩვენ ყველაზე მეტად ვეძებთ და გვინდა ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც ამტკიცებს უკვე ჩვენ მიერ მიღებულ და აღიარებულ სიმართლეებს, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ხატრული თუ ასე შემდეგ. არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ანუ ჩვენ ვეძებთ და ვცდილობთ მოვიპოვოთ ეს ინფორმაციები და ეს ინფორმაციები ჩვენთვის ყურადღებას იქცევს და ხშირად გვაინტერესებს. და სოციალურ მედიაშიც სოციალური მედიის ალგორითმები პრაქტიკულად იგივეს გვიკეთებენ ჩვენ, რაც კიდევ უფრო პრობლემურს ხდის ჩვენს ყოფას, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი უკვე ასე არის მოწყობილი და უკვე ჩვენ სამყაროც სოციალური მედიის ალგორითმების მეშვეობით უკვე ასე არის მოწყობილი და რამდენად დიდი გავლენა აქვს ამას სხვადასხვა ტიპის, აი თემ სამყაროში ვაკვირდებით პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩვას, რადიკალიზაციას, ანუ ეხლა რომ რადიკალიზაცია და პოლიტიკური პოლარიზაცია არის, ბოლო 10,000 წლის განმავლობაში რაომებიც და უბედურებებიც იყო ამ დონის არ ყოფილა და ამაში რა თქმა უნდა ინფორმაციის მოზღვევებული რაოდენობა არის დამნაშავე, მაგრამ ასევე დამნაშავეა ის, რომ ჩვენი ტვინი როგორც მუშაობს, ასევე სინქრონში მოვიდა იმასთან, თუ როგორ ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას და ამ თემაზე რა სიტყვით? კი, ზუსტად რეალურად სოციალური მედია არის უდიდესი კომფორტი, ჩვენთვის არის უდიდესი ფსიქოლოგიური კომფორტი. რატო? აი არ ქონია ერეკლეს ეს შემთხვევა, რომ აი მაგალითად ვიღაცის ნახვა არ გინდა და არ გინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვს და მუდმივად კონფლიქტში შემოდის განსხვავებული აზრის გამო. ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ახლა სოციალური მედია ამას გვარიდებს რეალურად. ამიტომ ეს გვიქმნის უდიდეს ფსიქოლოგიურ კომფორტს. შევდივარ სოციალურ მედიაში და ვარ სივრცეში, სადაც კომერციული თვალსაზრისით ის მოხდება, რაც მე მაინტერესებს, რაცაც ჩემო არის. პოლიტიკური თვალსაზრისით იგივე ინფორმაცია მოხდება, რასაც მე მხარს ვუჭერ და სოციალური თვალსაზრისითაც, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის არის უდიდესი კომფორტი. ზუსტად აი ეს კომფორტი ქმნის იმას, რომ ჩვენ სურვილიც აღარ გვაქვს, რომ ამ კომფორტიდან გამოვიდეთ სოციალურ მედიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით. ერთი რომ სოციალური მედია მუშაობს ზუსტად ამ ალგორითმების გამოყენებით, რომ ჩვენთვის მორგებული ინფორმაცია მოგვაწოდოს, მაგრამ მეორე არის აქ უკვე ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. არც გვაქვს სურვილი, რომ განსხვავებულ ინფორმაციას გავეცნოთ ძირითად შემთხვევებში, იმიტომ რომ იმდენად დიდ კომფორტში ვართ, რომ აღარ გვინდა ამ კომფორტიდან გამოსვლა. ხო, მაგას რა ჯობია, რომ სულ მართალი ხარ. კი, სულ მართალი ხარ და ყველა მხარს გიჭერს. დაგილაიქებენ, რომ კი ეგრე არის, მაგრამ ეგ ხო რეალურ სამყაროში არ გადაითარგმნება. რეალურ სამყაროში არ არის და ეგ არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც ხშირად იწვევს ხალხის დაპირისპირებას, ხო? აი, ეს პოლარიზება რაც შენ ახსენე, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის დღეს ჩემი აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ხალხს არ აქვს საშუალება მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია და თუ აქვს საშუალება, ეს არის მხოლოდ რა შემთხვევაში თვითონ უნდა ეძებოს ეს ყველაფერი. თვითონ უნდა იყოს მოტივირებული, რომ ერთ მხარეს გაეცნოს, მეორე მხარეს გაეცნოს, აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაცია ამოიღოს, დაამუშავოს და მეორე თვითონ გამოიტანოს დასკვნები. რაც რთულია, მარტივი არ არის და შესაბამისად, აი, იმდენად დიდ კომფორტში ვართ, რომ მე აი განსხვავებული აზრის წარმომადგენელი პირობითად პირისპირ კომუნიკაციაში რომ გვეტყვის რაღაც ფაქტს მოგვიყვანს, პასუხი არის
ხოლმე, რომ მე მსგავსი არაფერი არ მინახავს და ჩვენ რო საპირისპიროს ვეტყვით, ისეთ იგივეს გვეტყვის, რომ მე ამის შესახებ არ მსმენია. რატო ხდება ეგ ყველაფერი, ხო? ეს ზუსტად ჩვენ რაც ახსენე, იქიდან გამომდინარე და ესეც რეალურად ისევ ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე მივდივართ, რომ ჩვენ მოგწონს ჩვენი მსგავსი ადამიანები, ჩვენი მსგავსი ვინ არის, ვისაც ჩვენი მსგავსი ღირებულებები აქვს, ტრადიციები აქვს, ვის მე და მას რო ერთნაირი აზრი გვაქვს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ესეთ ადამიანთან რომ აქვს კომუნიკაცია, სიამოვნებს მასთან უფრო ხშირად ვარ, იმიტომ რომ ის მეთანხმება. ვიღაც რომ მეთანხმება, ეს ჩემთვის და ჩემი თვითშეფასებისთვის არის ძალიან სასიამოვნო. რატო? თუ ვინმე მე მეთანხმება და იგივე აზრი აქვს, ესე იგი ეს მე მეუბნება, რომ მე მართალი ვარ. მე თუ მართალი ვარ, ანუ ჭკვიანი ვარ, კარგი ვარ, ბევრი სხვადასხვა ის შემოდის და შესაბამისად პარტაუნების თემა შემოდის რა თქმა უნდა. ან ჩვენი ეს მეხაც ვეძახით, ხო, ან ჩვენ თავზე წარმოდგენი. ჩვენ თავზე წარმოდგენის გაზრდისთვის ეს არის ძალიან კარგი მეთოდი, რომ მე შევდივარ სადღაც სივრცეში, სადაც ყველა იმავე აზარზეა, რა აზარზეც მე ვარ და მე მიმყარდება ეს ჩემი აზრი, სიამოვნებს ეს ყველაფერი და არანაირი სურვილი აღარ მაქვს, რომ სხვასთან მქონდეს ურთიერთობა, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უკვე კი, ძალიან ცუდი რაღაცა არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ იმასაც ვკარგავთ, იმ უნარსაც ვკარგავთ, რომ განსხვავებული აზრი მოვისმინოთ, იმიტომ რომ როდესაც შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებული აზრი არ არის, ჯერ ეს ერთი განსხვავებული აზრის არ ქონა, საერთოდ ტრაგედია არის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმიტომ რომ აგერ რუსეთის მაგალითზე ვნახეთ, უკრაინაში როგორ მთელი დაზვერვის ვერტიკალი ამბობდა, რომ 3 დღეში, 4 დღეში, 1 თვეში თუ არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, რა დროის რაოდენობაზე არის საუბარი, მაგრამ როდესაც გეგმები, რეალური პოლიტიკა და რეალური გეგმები ეწყობა იმაზე, არასწორ ინფორმაციაზე და იმაზე, რომ მოისმინო შენ ის, რაც შენ გინდა და რაც შენ გსურს, აბსოლუტურად არასწორ დასკვნებამდე მიყავ ხარ და შეიძლება ძალიან დიდ ტრაგედიაშიც გადაიზარდოს, აგერ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის დაზვერვამ თქვა, რომ მილიონზე მეტი დანაკარგი აქვს უკვე რუსეთს დაჭრილი და დაღუპული. შესაბამისად, განსხვავებული აზრის მოსმენა ეს არ არის რაღაც ეს არ არის ასე ვთქვათ მოცემულობა, ეს არის უნარი და ეს არის ყოველდღიური საჭიროება. და აქედან გადავდივარ ლოგიკურად გადავდივარ ჩემ შემდეგ კითხვაზე, რომ რატო ვებღაუჭებით ჩვენ შეხედულებებს მაშინაც კი, როცა ფაქტები საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. საინტერესო არის ეგ საკითხი. რატო ვებღაუჭებით? პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც შიში არ აღმოჩნდეთ არასწორი. და ერთი ესეთი ასევე ფენომენი არის, აი კონსისტენტურობას ეძახიან, თანმიმდევრულობა, კი, თანმიმდევრულად გვინდა რომ მოვიქცეთ. აი, ალბათ ყველას ქონია ცხოვრებაში, რომ რაღაცას აი თავიდან რომ ვიტყვით რაღაცას და მე რო ხვდებით რომ არასწორები ვიყავით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არასასიამოვნო შედეგი აქვს, მაინც პირვანდელ აზრს ვიცავთ ხოლმე, იმიტომ რომ ესე ვთქვი და ხო არ გადავუხვევდი. ხო, აი ეს ზუსტად ეს თანმიმდევრულობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ჩვენ შეიძლება ჩვენ აზრებში ეჭვი კი შეგვეპაროს, მაგრამ ხმამაღლა მაინც არ ვამბობთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამას და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად უარი ვთქვათ აი ამ ახალ ინფორმაციაზე და დავჩვეთ ამ ჩვენ თავდაპირველ აზრზე. ამას რატომ ვაკეთებთ? ძირითადად ვაკეთებთ იმიტომ რომ თავი ავარიდოთ კოგნიტურ დისონანსს, რასაც ეძახიან. ახლა ეს რას ნიშნავს? ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ გვიწევს მოვიქცეთ იმის აპირისპიროთ, ვიდრე ვფიქრობთ ან ვგრძნობთ. ამ დროს ძალიან დაძაბულები ვხვდებით ხოლმე ადამიანები, არ მოგწონს ეს, რომ ჩვენი ქცევა და ჩვენი კონკრეტული წარმოდგენები არის ერთმანეთისგან განსხვავებული. ბალანსი დამერხვა ამ დროს და ეს იწვევს, რომ მე მაქვს შფოთვა, სტრესი და ჩვენ თავის ტვინი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოს, ან დაუბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება წონასწორობა შენარჩუნებული. ხა ეს როგორ უნდა გააკეთოს, ხო? აქ რამდენიმე გზა არის. ერთი არის, რომ ქცევა შევცვალო, ანუ რასაც ვფიქრობ, ასე ვთქვათ, და ვგრძნობ, ისე მოვიქცე, ეს არის ერთი გზა. მეორე გზა არის საპირისპიროდ, როგორც ვიქცევი,
ისე შევცვალო ჩემი დამოკიდებულებაც. დამოკიდებულები ხო და მესამე გზა არის კიდევ გავამართლო ეს ჩემი ქცევა, რატომ ვიქცევი, ესე დამოკიდებულება კი სხვა მაქვს, მაგრამ რაღაც გასამართლებელი საბუთი მაქვს, რომ მაგალითად იმდენად დიდ პირობითაც სარგებელს ვიღებ ამითი, რომ მიღირს, რომ აი ეს წონასწორობა დამერხვას. ხა ზუსტად ეს არის ჩაბღაუჭები. ეს შენი თავისთვის არის გამართლება თუ საზოგადოებისთვის გარშემო? ჩემი თავისთვის პირველ რიგში. მე ამას ხმამაღლაც ვიტყვი, იმიტომ შეიძლება საზოგადოებამ საერთოდ არის იცოდეს მე რას ვფიქრობ, ან რას ვგრძნობ, ეს ხო ჩემი შინაგანი ნაწილი არის. ანუ მე უკვე შიგნით წარმომექმნება ეს დისბალანსი და ანუ ადამიანი ცდილობს რომ მე ეს ყველაფერი დააბალანსოს. და აი ზუსტად ეს დაბალანსების მომენტი შეიძლება ორნაირად წავიყვანოთ. ერთი რომ აი წარმოდგენები, ჩემი დამოკიდებულებები შევცვალო რაღაც საკითხთან დაკავშირებით. მეორე ზუსტად აი რაც ვახსენე, რომ ქცევა შევცვალო. აქ უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომელი მირჩევნია მე. ხა ჩემი თავდაპირველი დამოკიდებულების ჩაბღაუჭება რატო არის აქ მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მე კი შეიძლება ან რაღაც ქცევა შემეცვალოს, ან ეჭვი შემეპაროს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე აი იმისთვის რომ ბალანსი შევინარჩუნო, მირჩევნია, რომ ისევ ჩემ თავდაპირველ ქცევას გავყვე, ბოლომდე მქონდეს ეს ქცევა შენარჩუნებული და შესაბამისად აი ეს სტრესი და დისკომფორტი უკვე აღარ შემექმნება. ეს ერთი ნაწილი არის. მეორე არის, აი გახსოვთ ფოლდერები რო ვახსენე, ხო? ეს ფოლდერები არის საკმაოდ მყარი, წარმოდით ხო, მყარი რაღაცები, რისი ცვლილებაც ცოტა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ესეთ შემთხვევაში თუ პირობითად მე არ დამაძალეს დაძალებაში არ გულისხმობ ფიზიკურ დაძალებას, ხო? იგივე ინფორმაციული თვალსაზრისით დაძალება თუ ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია არ მომეწოდეს, არ შეიცვლება. ან ხო ვთქვით, რომ ცოტა კოგნიტურად ზუნწები ვართ, ან ბევრი ფიქრი რაღაცაებზე არ გვიყვარს. შესაბამისად, არ მიღირს თუ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა არ არის, არ მიღირს არსებული ფოლდერის ცვლილება. ამიტომაც მირჩევნია, რომ ახალი ინფორმაცია საერთოდ არ მივაქციო ყურადღება, თითქოს არც არსებობს ეს ახალი ინფორმაცია დავივიწყო ეგრევე, ვიდრე მე შევცვალო ჩემს თავის ტვინში ეს ფოლდერი. იმიტომ რომ ამ ფოლდერის ცვლილება საკმაოდ დიდ კოგნიტურ დატვირთვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ეს არის მეორე ნაწილი, რატომაც შეიძლება ასევე ჩავებღაუჭოთ აი ამ ჩვენ პირვანდელ აზრს, რაც გვქონდა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო, არსებობს მოსაზრება რომ აი ფსიქოლოგიური აი სტრესი, რასაც ვამბობთ, ეხლა შენ რას ვთქვი, ეს ფოლდერის ცვლილება, რომ მსოფხედველობის ცვლილებას ნიშნავს პრაქტიკულად. რაღაც მომენტში ფიზიკურ ტკივილშიც გადაიქმნება და ამიტომ ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ეს ფიზიკური ტკივილი და მას უფრო უღირს, რომ რაღაცა ის დაიჯეროს, ან თავის თავს დააჯეროს, რაც რეალურად არ არის მის ინტერესებში, ვიდრე ეს მსოფხედველობა შეიცვალოს. ამას როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ეტაპს? ხო, ამ ეტაპთან გაკვლავება საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, იმიტომ რომ მაინც ჩვენ ვცდილობთ მარტივი გზები ვიპოვოთ, როგორ შევინარჩუნოთ ეს ბალანსი და ეს უბრალოდ მარტივი გზა არის, რომ არ მივაქციოთ ყურადღება. ერთადერთი მანდ რითაც უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ ადამიანები და თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაც შევცვალოთ, ხო? ეს არის რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ინფორმაცია უნდა წავიკითხოთ, პირობითად განსხვავებულ ინფორმაციას შევხედოთ და კრიტიკულად შევხედოთ, რაც მაგრამ ეს თვითონ ადამიანისგან უნდა მომდინარეობს. ადამიანისგან უნდა მომდინარეობს. ერთი ნაწილია რომ ადამიანისგან უნდა მომდინარეობს, მაგრამ მეორე ნაწილიც არის, მაგალითად, იგივე ჩვენ როგორ შეიძლება რომ დავეხმაროთ, ხო? როდესაც ჩვენ თავის ტვინი ძალიან დიდი რაოდენობით იღებს სხვა ინფორმაციას, აი შეუსაბამო ინფორმაციას, აქ უკვე აი ზუსტად ის რაც შენ ახსენე, სტრესი, ეს გადაღლილობა გვაიძულებს რომ ამ ყველაფერზე დავფიქრდეთ, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ინფორმაცია შემოვიდა. ანუ ცნობიერების ამაღლება არის ერთი მხარე, რომ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია შემოვიდეს ნაკადი ამ ინფორმაციის, რაც ასე ვთქვათ, მე დამაძალებს რომ ყველაფერზე დავფიქრდე, ბევრი ვიფიქრო, მივიღო შესაბამისი ზომები. მეორე არის, როდესაც უკვე მე მაქვს თვითონ სურვილი, რომ მაქსიმალურად რაღაც ან
რაღაც სწორი ამბავი გავიგო ან რაღაც გავსი, ეს არის უკვე მეორე ნაწილი. ორივე მხრიდან არის შესაძლებელი. გაჩნია რა თქმა უნდა საკითხს ჩვენ ძალიან აბსტრაქტულად ვლაპარაკობთ და როდესაც კონკრეტულ თემებზე როდესაც საუბრობთ, ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება, რომ რომელი ჯობია პირობითად მე დავფიქრდა თუ საზოგადოებიდან და იგივე სოციალური მედიიდან, ტელევიზიიდან მოვიდეს ეს ზღვა ინფორმაცია, რაც მე მაიძულებს რომ შევცვალო ეს. ნუ საინფორმაციო კამპანიის არსიც და იდეაც ზუსტად ეგ არის, რომ ეს ზღვა ინფორმაცია მოვიდეს, რომ რამენაირად იმ ადამიანებსაც მიწვდეთ ხმა, რომელთაც არ უნდა ამის გაგება, ამის უახლოეს წარსულში ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ვაქცინაციის თემა. ანუ ვაქცინაცია არიან ადამიანები, ეს არ არის უნიკალური საქართველოსთვის, სტატისტიკური მონაცემი შეიძლება ითქვას არის, მთელ მსოფლიოში ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, სხვადასხვა არგუმენტებით, ეხლა ყველას ერთი არგუმენტი არ ექნება, მაგრამ ეწინააღმდეგებიან არა მარტო კორონავირუსის, არამედ ზოგადად ვაქცინაციას და ამან გამოიწვია ბოლო პერიოდში, როგორც თქვით, სოციალური მედიის ჩართულობით და ამ ბაბლების შექმნით, რაღაც ისეთი დაავადება, პოლიომიელიტის დაბრუნება გამოიწვია ზოგიერთ ქვეყანაში, ნუ ხო ძალიან დიდი ეპიდემია არ არის, მაგრამ ეს არის დაავადება, რომელიც გადაშენდა რამდენიმე ათეული წლის წინ და ეხლა არის რამდენიმე შემთხვევა, ხო? ეს ერთის მხრივ ადამიანები ხშირ შემთხვევაში იმასაც ფიქრობენ ხოლმე, რომ აი მე თუ რაღაცის მჯერა რა პრობლემაა ეს საზოგადოებისთვის და რატო ცდილობს ხალხი და ეს ვაქცინაციის თემაც მაგიტომ მოვიყვანე, რომ არის თემები, რომელიც შეიძლება მე მჯეროდეს, მაგრამ ის, რასაც მე ვაკეთებ ამ სოფხედველობის ფარგლებში, სხვისთვისაც იყოს პრობლემური. ამიტომ მაინტერესებს თვითონ კოგნიტურ მიკერძოებებს და ემოციას, რა როლი აქვს ერთის მხრივ იმაში, რომ პროპაგანდა, დეზინფორმაცია მიმუშაოს და მეორეს მხრივ იმაში, რომ ადამიანები გადავარწმუნოთ იმ სამეცნიეროდ დადასტურებული ცდომილებებისგან, რაშიც შეიძლება ისინი იყვნენ შესრულები. კოგნიტური მიკერძოება ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რატომაც გვჯერა თვითონ უშუალოდ კოგნიტური მიკერძოებაც აი ზუსტად აი ამ ფოლდერებს უკავშირდება რეალურად, მაინც იმას ვუბრუნდები. ეს არის რა, ხო, რომ მე პირობითად რაღაც კონკრეტული ინფორმაციის უფრო მეტად ჯერ ამას უფრო მეტად აღვიქვამ, ვიმახსოვრებ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა ავარიდოთ, ხო, ამ ყველაფერს იყო, ხო, შენი კითხვა, ხო, სწორად. ანუ როგორ გამოიყენება ერთის მხრივ ბოროტ მოქმედების მხრიდან ემოცია და კოგნიტური მიკერძოებები და მეორეს მხრივ როგორ შეიძლება გამოყენებული იყოს ეს კოგნიტური მიკერძოებები და ემოცია იმისთვის რომ შევეწინააღმდეგოთ იმ ზეგავლენას, რასაც ბოროტ მოქმედები შეიძლება ცდილობდნენ საინფორმაციო გარემოში. კი ბატონო, როგორ გამოიყენება? გამოიყენება პირველ რიგში ემოცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეალურად, მან და ალბათ ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ როდესაც რაღაც კონკრეტულ ემოციურ საკითხთან გვაქვს შეხება, ამ შემთხვევაში საერთოდ ქრება კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანებთან. იმიტომ რომ როდესაც ემოციურად ვერ თვებით კონკრეტულ საკითხში და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ამ შემთხვევაში ვერ ნაკლებად შეგვიძლია ხოლმე რომ ეს საკითხი კარგად გავიაზროთ, ბევრი კითხვა დავსვათ ამ საკითხზე. შესაბამისად, ზუსტად ამიტომ ცდილობენ ხოლმე, რომ გავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც ჩვენში აღძრავს რაღაც კონკრეტულ ემოციებს. ეს ემოცია ორივე კუთხით შეიძლება იყოს დადებითი ემოცია, როგორ გაგვიხარდა კონკრეტული საკითხი. აი აქ მომყავს ხოლმე მაგალითი, რამდენიმე წლის წინ რაღაც ყალბი ინფორმაცია დაიდო, პირობითად ჩემ ერთ-ერთ საყვარელ მომღერალზე, რომ საქართველოს ჩამოდიოდა კონცერტით. არც კი დავფიქრებულა, რა იჭვიც კი არ შემპარვია. რატომ და იმ მომენტში ისე გამიხარდა ეს კონკრეტული ინფორმაცია. ანუ კითხვის ნიშანი აღარ გამჩენია ნამდვილად. ეხლა კი მიჩნდება უკვე მაგის ვერაფერჩერ დაიდა ეგ ინფორმაცია, მაგრამ აღარ გამჩენია ეს კითხვის ნიშანი იქიდან გამომდინარე, რომ აი იმდენად იმ მომენტში გამიხარდა ემოციურად ჩავერთე ამ საკითხში, რომ დამეტებით იქ ამის გააზრება, გადამოწმება ამ ყველაფერზე უკვე ჩემ ემოციებმა აღარ მომცა საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. გადაფარა ის ლოგიკური. გადაფარა, კი. მეორე ნაწილი არის უკვე
უარყოფითი ინფორმაცია, ხო, როდესაც აი იმდენად ცუდი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, რომ აქაც ემოციურად ვერთვებით უკვე ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ. აქ მთავარი არის სამიზნე ჯგუფების გამოყვეთა ალბათ, ხო? დეზინფორმაციას, როდესაც მე ვავცელებ იგივე ემოციური კონტექსტით, უნდა ვიცოდე ვისთვის არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი, ვისზე უნდა გავავრცელო. მაგალითად, ახალგაზრდებზე უნდა გავავრცელო, შუახნის ასაკის ადამიანებზე, უბრალოდ მოზრდილ ადამიანებზე უნდა გავავრცელო, რაღაც კონკრეტულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე უნდა გავავრცელო, თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ თავი და პირველი ალბათ აი რო ვიფიქროთ, რომ პირობითად ჩვენ ვართ დეზინფორმაციის შემქმნელები, ხო? პირველი, როდესაც შევქმნით ამ დეზინფორმაციას, უნდა დავფიქრდეთ, ვინ არის ჩვენი პოტენციური მსხვერპლი, მოდით ესე ვთქვათ, ვინც მარტივად დაიჯერებს ამ ინფორმაციას, ხო, ვინც უფრო აი მოწყვლადს ასაც ეძახიან, ვინც უფრო მოწყვლადი არის ამ ინფორმაციის მიმართ. ხა, ეს როგორ უნდა გავარკვიოთ? პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ იგივე სოციალური მედიის დახმარებით და გამოყენებით. სოციალურ მედიას აქვს ჩვენს შესახებ აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია, ხო, ესე აიცის, არც ყველაფერი რა მოგწონს, რა არ მოგწონს. იცის, რაც ჩვენ არ ვიცით ჩვენს შესახებ. ყველაფერი იცის. ერთ-ერთი ნაწილი ზუსტად ეს არის, რომ შეუძლია იგივე სოციალური მედია გამოიყენოს და სოციალური მედიის ალგორითმები იმისთვის, რომ განსაზღვროს მისი სამიზნე ჯგუფები კარგად და ზუსტად. მეორე არის ზოგადი ინფორმაცია, ხო, რასაც რეალურად ალბათ ყველანი ვფლობთ და ვიცით, რომ კონკრეტული საკითხები პირობითად ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, სხვა საკითხები უფრო დასრულებისთვის არის. და ამ ყველაფერს რო განსაზღვრავ, უკვე მიზნობრივად ვახდენ ამ ინფორმაციის გავრცელებას, ხო? და ზუსტად აი ამ ემოციური ჩართულობის და ემოციების აღძვრას ვახდენ რეალურად ადამიანებში და მას შემდეგ რაც ადამიანი უკვე ესე ემოციურად ჩაერთვება ამ კონტექსტში, ბევრად მარტივია რომ მისთვის რომ დაიჯეროს ახლა ეს ინფორმაცია, რომელ ინფორმაციასაც მას ვაწვდით ჩვენ. აქ უკვე რა თქმა უნდა ეს კოგნიტიური მიკერძოების როლიც შემოდის, იმიტომ რომ როდესაც უკვე ემოციურია ინფორმაცია და ამასთან ესეც ემატება, რომ მე მიკერძოებული ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ უკვე ადამიანს საერთოდ კითხვის ნიშანიც კი არ უჩნდება, რომ ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს თუ არ გადაამოწმოს. აქ კიდევ მნიშვნელოვანი არის ვინ ავრცელებს, აი ავტორიტეტზე რო ვილაპარაკოთ, ხო? თუ პირობითად ეს ინფორმაცია კიდევ დამატებით ავტორიტეტის მიერ ხდება ამ ინფორმაციის გავრცელება, ეს კიდევ უფრო სანდოს და დამაჯერებელს ხდის. ზუსტად აი ამიტომ ხშირად არის ხოლმე გამოყენებული აი კონკრეტული სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია გაავრცელონ. ან შეიძლება ცნობილი ადამიანებიც იყვნენ გამოყენებულები, იმიტომ რომ ესეც კარგად მუშაობს. ხა საქართველოს კონტექსტში ცნობილი ადამიანები აი წლების წინ ალბათ უფრო ნაკლებად კარგი იყო, არ იყო ისეთი მუშა მექანიზმი. დღეს უკვე ცოტა სიტუაცია ცვლილი არის და შეგვიძლია ესაც ვთქვათ, რომ ცნობილი ადამიანები ძალიან კარგი მეთოდია, რაც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ დამატებით იმისთვის, რომ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და ემოციები აღუძრათ ადამიანს. იმიტომ შესაძლოა საერთოდ არც არის ჩემთვის საინტერესო საკითხი, არც მაქვს არანაირი ფოლდერი შექმნილი, არაფერი, მაგრამ აი ეს ექსპერტი, ან ის ცნობილი ადამიანი რო ლაპარაკობს, ამან უკვე მე დამაფიქროს, რომ აი იმისი დავიჯერო, იმან თქვა, ამაში ეჭვი აღარ შემეპაროს, ხო? ესაც არის ერთ-ერთი ნაწილი. და მეორე კიდევ ერთი რაც შეგვიძლია ასევე გამოვყოთ, მაგალითად სხვების აზრი, როცა ვხედავ რომ უმეტესობა ამაზე რზია, რასაც ვრცელდება, ეს მე თუ ამაში არ ვარ კარგად ინფორმირებული, რა ხდება? მეც მგონია რომ აი ყველა ესე ფიქრობს და ალბათ მეც ესე უნდა ვიფიქრო, იმიტომ რომ ესეც სწორი იქნება, ხო? ეს საკითხები. ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, აი რასაც რეალურად ითვალისწინებენ მართლა ალბათ შეიძლება ითქვას ჩემზე და შენზე კარგადაც კი შეიძლება იცოდეს დეზინფორმაციის შემქმნელმა ზუსტად აი ეს ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომელსაც ითვალისწინებს მაშინ, როდესაც იქნება ეს კონკრეტული დეზინფორმაციული რაღაც ნარატივები მაგალითად. ხა მეორე კუთხე, რითი ჩვენ რითი უნდა დავუპირისპირდეთ, ხო?
ყველაზე, ესე ვიტყოდი, ყველაზე ქმედითი იარაღი ალბათ მაინც იქნება ჩვენი უნარები, აი მედია წიგნიერების უნარი იგივე და კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც დაგვეხმარება ჩვენ, რომ გავუმკლავდებთ აი ამ ყალბ ინფორმაციას, რადგან აი სულ ამას ვამბობ ხოლმე, აი იგივე ჩემ სტუდენტებთან, რომ მე დღეს შემიძლია გასწავლოთ პირობითად, დღეს როგორ უნდა გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია, ამ ფოტო როგორ გადავამოწმოთ, ან ასე შემდეგ, რომელიც დღეს და ხვალ გამოგადგებათ, აი ზეგ აღარ გამოგადგებათ, ხო, რეალურად, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი, რომ ყველაზე მთავარი არის რეალურად დავსვათ კითხვები. რატომ და როგორ კითხვები უნდა დავსვათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კრიტიკულად შევაფასოთ. ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესოა, შენ რო თქვი ერთ-ერთი კოგნიტური მიკერძოება არის, აი საზოგადოება შენ გარშემო რას ფიქრობ, არავის არ უნდა რომ უმცირესობაში იყოს. ეს ამას რო დავუმატოთ ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ არავის არ უნდა რომ მცდარი იყოს. ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ერთი პერიოდი და დარწმუნებული ვარ, ეხლაც ძალიან აქტიურად გამოიყენება რუსული ტროლების ქარხნების მიერ, როდესაც სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ვებგვერდებზე, როდესაც რაღაცა ტიპის ინფორმაცია გამოიდებოდა, კომენტარებში ყოველთვის ეს ტროლების მეშვეობით ხდებოდა ამ ინფორმაციის ინტერპრეტირება. რაც უფრო მეტი ასეთი ტიპის ინტერპრეტაციას დაწერთ, მე შენ სულ სხვა დასკვნა რო გამოიტანო, საზოგადოების რაღაც ნაწილი იმ ტროლის ინტერპრეტაციაზე გადადის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ფიქრობს, რომ აგერ 150 კომენტარი ერთს ამბობს, მე სხვას ვფიქრობ, ეხლა ეს საზოგადოებაში ხმამაღლა რო ვთქვა, შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდე და ამიტომ ჯობია თუ გავაჟღერებ, ის გავაჟღერო, რაც იქ წერია და ამაზე ძალიან დიდი რესურსი იდებოდა, ეხლაც იდება რუსეთის მხრიდან, რომ საზოგადოება, რომელიც კითხულობს რაღაცა ტიპის ინფორმაციას, უმცირესობაში გრძნობდეს თავს, როდესაც რაღაც ინტერპრეტაციას აკეთებს და ამ FSB იქნება თუ ვინც მუშაობს ამ თემაზე, იმის სასარგებლო ინტერპრეტაცია უფრო უმრავლესობაში ჩანდეს და სოციალური მედია ამის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს დღესდღეობით. ეხლა შენ თქვი სამიზნე აუდიტორია და სამიზნე აუდიტორიას თავი რო გავანებოთ საერთოდ, ეხლა გადავალთ ზოგადად, მაგრამ ამ ეტაპზე რო თავი დავანებოთ საერთოდ სამიზნე აუდიტორიის ანალიზზე საუბარს, ალგორითმები, რაზეც ვისაუბრე, თუ შეგიმჩნევთ, ალბათ მაყურებელსაც შეუმჩნევია, რომ რაღაც Facebook-ზე ან Twitter-ზე, ან TikTok-ში რაღაცა ტიპის ინფორმაციას ერთხელ რო ნახავ, შემდეგ ამ ინფორმაციას ყრის. ამიტომ არ არის აუცილებელი მე როგორც დეზინფორმაციის შემქმნელმა თავიდანვე ჩაუგდო იმ ადამიანს სანახავად, რაღაცა ტიპის სამიზნე აუდიტორიაზე რომ მოვარგებ უკვე ჩემ გაკეთებულ მასალას, ამას სოციალურ მედიაში რო ჩაუშვებ, ალგორითმი თავისით დაატრიალებს იმ ადამიანებში, რომელსაც ამ ტიპის ინფორმაცია აინტერესებს და ამ ტიპის ინფორმაციას კითხულობს. ამიტომ ძალიან გამარტივებულია ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა, რაც მაგალითად 60-იანები, 80, ეს არ არის დეზინფორმაცია შეცდომაში შეყვანა, ეს არის 1000 წლეულების თემა, ასეულების წლების თემა და ამიტომ დღეს უბრალოდ უფრო მარტივად არის, ადრე პოსტით და გაზეთის შექმნით და რადიოს შექმნით რაც კეთდებოდა, ეხლა შეიძლება რამდენიმე აკაუნტის შექმნით გაკეთდეს სოციალურ მედიაში და გადავიდეთ სამიზნე აუდიტორიაზე. კონკრეტულად აი როცა ვსაუბრობთ, ეხლა შენახსენე სამიზნე აუდიტორია, მეც ვახსენე, რას მოიცავს ეს სამიზნე აუდიტორიის კვლევა და რას ნიშნავს საზოგადოებრივ, ანუ რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ? რა უნდა ვიცოდეთ საზოგადოებამ თუ რა უნდა ვიცოდეთ დეზინფორმაციის გავრცელებამ? საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, რომ ცნობიერება ავამაღლოთ ამის შესახებ, ერთ-ერთი ჩემი აზრით დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი არის, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე და სამიზნე აუდიტორიის კვლევაც არის ერთ-ერთი, რაც უნდა იცოდე, რომ ეს კეთდება ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება პროფესიონალების მიერ და შენ შესახებ აქვს ინფორმაცია, ამიტომ რაღაც ინფორმაცია რომ მოგდის, არ არის აუცილებელი, რომ უბრალოდ აუცილებლად მუშავებული არის ვიღაცის მიერ და გაფილტრულია და იმ სიტყვებს შეიცავს, რაც შენ მოგწონს, იმ ემოციებს და ასე შემდეგ. კი, ალბათ საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა გაიგო, მე მგონი დღეს უკვე სოციალურ მედიის მომხმარებელი ყველა ვართ და შენ ზუსტად ეს ალგორითმები ახსენე და პირველი ალბათ რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ რასაც კი ჩვენ ვაფიქსირებთ ინტერნეტ სივრცეში, იგივე ჩვენი საძიებო სისტემის ნაწილში ან ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ ამ შემთხვევაში კონტექსტში იყოს გამოყენებული, ხო? რომ ჩვენზე მიიღონ ინფორმაცია
ინფორმაცია და განვისაზღვროთ ჩვენ როგორც სამიზნე აუდიტორია. რეალურად სამიზნე აუდიტორიის შემთხვევაში რა არის მნიშვნელოვანი? ხო, რა თქმა უნდა, გააჩნია რა ტიპის ყალბი ინფორმაციასთან გვაქვს შეხება. კომერციული თვალსაზრისით თუ არის ყალბი ინფორმაცია გავრცელებული, ამ შემთხვევაში დეზინფორმაციის შემქმნელი ითვალისწინებს რას? ითვალისწინებს ამ ადამიანის პირობითად რომელ ვებგვერდებზე შედის ყველაზე ხშირად კონკრეტული კომერციული მიზნებისთვის, რას ყიდულობს, რას ათვალიერებს, ხო? ანუ მის გემოვნებას, მოდით ესე ვთქვათ და ყიდვით მახასიათებლებს. ახლა თუ ჩვენ საუბარი გვაქვს პოლიტიკურ მიზნებზე, ამ შემთხვევაში უფრო ჩვენ პოლიტიკურ იდეოლოგიებს ითვალისწინებენ, რომ ჩვენ საითკენ ვართ, ვის უფრო ვუჭერთ მხარს, რა წარმოდგენები გვაქვს. იგივე სოციალური მიზნებისათვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი დამოკიდებულებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მე უკვე მოხდება ჩვენი განსაზღვრა როგორც კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის. ერთადერთი რაც ხო შენც ახსენე რომ თავარია ჩვენი კუთხით ყოველთვის დავიმახსოვროთ ის, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის, ის გარკვეული მიზნით მოვიდა, ხო? ის არ მოვიდა უბრალოდ ჩვენთან, რაღაცა მიზნით მოვიდა. და შესაბამისად, ხო, აქ უნდა უკვე დავსვათ აი ეს კითხვა, რომ როგორ მოვიდა ჩემამდე, რას ემსახურება, რატომ არის ჩემზე გათვლილი ეს ინფორმაცია, რას ელიან ჩემგან, რომ მე რო ამ ინფორმაციას წავიკითხავ, ამ ინფორმაციის შემქმნელს რა მოლოდინი აქვს, მე რა უნდა გავაკეთო, ხო? რისკენ მიბიძგებს, კი, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერი არ მოდის ჩვენამდე, ყველა მოდის გარკვეული მიზნით. და ამ კითხვებს თუ დავსვამთ, რომ ან იგივე ჩვეულებრივად ნებისმიერ ჩვეულებრივ კომუნიკაციაში ვინმე რამე ინფორმაციას გეუბნება, ხო, შენ თავში ხო დაგისვამს კითხვა, რა ხა ეს რატომ მითხრა, რომ რას ელოდება, რომ რა უნდა, იგივეა ზუსტად, როგორც პირობითად, ესეთ შემთხვევაში შეიძლება რომ დავსვათ კითხვა, რომ ჩემგან რა მოლოდინი აქვთ, ზუსტად იგივე უნდა დავსვათ სოციალური მედიის ნაწილშიც, რომ მოვიდა ჩემამდე ეს ინფორმაცია და ასე ვთქვათ, მე რა გავაკეთო? ეხლა აქედან ჩემგან რას ელიან უკვე, ხო? ეს არის ადამიანის დონეზე რომ ვისაუბროთ როგორც სამიზნე ჯგუფზე, ალბათ საინტერესო ეს იქნება ნამდვილად, რომ აი ამ ყველაფერზე დავფიქრდეთ. და სოციალური მედიის გარდა სამიზნე აუდიტორიის კვლევა ასევე სოციალური კვლევების მეშვეობითაც ხდება პირდაპირ პოლიტიკური იქნება ეს თუ სხვადასხვა ტიპის იდეოლოგიური კვლევები მაქსიმალურად დეტალურ პროფილს იღებენ საზოგადოებისას ჩანს იქ პროცენტულად რა რაოდენობას მოსწონს რა ტიპის ინფორმაცია ხანდახან ისიც კი ჩანს ნეგატიური ინფორმაცია უფრო იზიდავს ადამიანს თუ პოზიტიური, ანუ რაღაც ნეგატიური უნდა უთხრა, რომ მას ქცევისკენ უბიძგო თუ პოზიტიური, ამიტომ ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს გეგმავენ და ისევ რუსეთზე ვიტყვი, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსები სწავლობენ ქართველ ადამიანს. საუკუნეების განმავლობაში მის კულტურას, მის ქცევას, მის განწყობებს როგორ ვიქცევით სხვადასხვა ტიპის სიტუაციაში და ჩვენ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენზე უკეთესადაც კი გვიცნობენ. ამიტომ მათთვის ძალიან მარტივია განსაზღვრონ, როგორ უნდა მიუდგენ, როგორ უნდა იმისთვის რომ განწყობები შეგვიცვალონ, იმისთვის რომ რაღაცა კონკრეტული ქცევისკენ გვიბიძგონ და ეს ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის განცხადება, რაც კეთდება, იქნება ეს პოლიტიკური ელიტისგან, თუ დაზვერვის სამსახურისგან, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თუ ასე შემდეგ, ზუსტად ამ პრიზმაში არის გატარებული. ის რაც საქართველოსთვის არის განკუთვნილი და ხშირ შემთხვევაში რაც შეიძლება ზოგადი იყოს, მაგრამ მოიცავდეს იმ ფაქტსაც, რომ ქართველებმაც უნდა მოისმინონ, ყოველთვის გადის იმ პრიზმაში, თუ ჩვენ როგორი რეაქცია გვაქვს ამა თუ იმ ინფორმაციაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავითავისოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უბრალოდ ადამიანი ვერ აფასებს სათანადოდ ინფორმაციის მნიშვნელობას. ანუ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც შენ თქვი, რომ აი ამ ადამიანმა ეს რატომ მითხრა, ეს უფრო ბუნებრივია, იმიტომ რომ სოციალური ცხოველები ვართ, მაგრამ როდესაც რაღაც ავტორიტეტისგან ან რაღაც ჩვენგან დაშორებული პიროვნებისგან, რომელსაც არ შევხვედრივართ, იმისგან მოდის ინფორმაცია, ამ ტიპის პრიზმაში აღარ ვატარებთ ამ კითხვებს, აღარ ვსვავთ საერთოდ და
ამ დონეზე, ანუ ინდივიდუალურ დონეზე და მასების დონეზეც ინფორმაცია ერთი და იგივე მნიშვნელობის არის ადამიანისთვის, ევოლუციურად იქნება თუ ასე შემდეგ. აი, ხელი არ მოკიდო ცეცხლს დაგწვავს, იგივე ტიპის ინფორმაცია, რაც შენ არ უნდა იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. უბრალოდ სხვადასხვა კონტექსტს და სხვადასხვა გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებს, მაგრამ დონე, ასე ვთქვათ, მექანიზმი რაც უკან დგას, არის რომ შენ ინფორმაციას აწვდი ადამიანს იმისთვის, რომ მასზე ზეგავლენა იქონიო. შესაბამისად, გადავდივართ შემდეგ კითხვაზე. რა შეგვიძლია ამ ყველაფერს დაუპირისპიროთ? როგორ შეიძლება იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ცდილობენ ჩაიკეტონ, თავისნაირი ადამიანები იპოვონ, თავისი თანამოაზრეებთან ერთად იყვნენ ყოველთვის. და ამას რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, სამიზნე აუდიტორიის კვლევის მეშვეობით ძალიან კარგად იყენებს მოწინააღმდეგე, ძალიან კარგად იყენებს ის ბოროტმოქმედი, რომელიც საინფორმაციო გარემოში ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. რა შეიძლება ერთის მხრივ ინდივიდებმა, ადამიანებმა ჩვენ თვითონ დაუპირისპიროთ, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო დაცულები და ნაკლებად შეგვიყვანონ შეცდომაში და რა შეიძლება დეзинფორმაციასთან მებრძოლებმა დაუპირისპირონ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ის მასები ადამიანები, რომლებზეც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ზეგავლენის მოხდენა, რაღაცნაირად დაიცვან ამ ზეგავლენისგან. ძალიან საინტერესო არის, ალბათ ვიტყოდი მაინც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეს ცნობიერება, განათლება და კონკრეტული უნარების, მედია წიგნიერების უნარების განვითარება. რაც რეალურად საზოგადოებას მისცემს იმ უნარს, რომ ასე ვთქვათ, სამომავლოდაც დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, ანუ აი თევზის დაჭერას ასწავლის, ხო, საზოგადოებას რეალურად, რომ აღარ მოექცეს ამ ზეგავლენების ქვეშ. აქ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედია წიგნიერებაზე, ვსაუბრობთ ამ უნარებზე, ეს რა თქმა უნდა, კი, უფრო სასაგში შეიძლება ამის განვითარება, მაგრამ აი სახელმწიფო დონეზე რო ვისაუბროთ და რო ვისაუბროთ უფრო მასშტაბურ მიდგომებზე, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ასაკიდანვე დაიწყოს რეალურად ამ უნარების განვითარება, დაიწყოს რითი? დაიწყოს იმით, რომ თვითონ ბავშვებს უნდა გაუჩნდეთ სურვილი, რომ დასვან კითხვები და ჩვენგან იგივე მშობლებისგან ან მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაცია არ მიიღონ პირდაპირ როგორც აპრიორში ჭეშმარიტი ინფორმაცია, ხო? აქედან იწყება რეალურად, აი ავტორიტეტი ვახსენეთ, ხო? რომ თქვენს თქვი, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში უფრო ვსვამთ ამ კითხვას, მაგრამ ავტორიტეტი რა გვეუბნება? არა. ეს რეალურად, ეს ხო ბავშვობით დავსწავლობთ ჩვენ ამას, რომ მასწავლებელი რაღაცას რა გვეტყვის, ეს არის მართალი. ამიტომაც ალბათ მე ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო ნაწილი არის აქ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელმა კი არ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია პირდაპირ, ნებისმიერ სახის ინფორმაცია, არამედ პირიქით თვითონ სისტემურად უნდა უბიძგოს ადამიანს, რომ თვითონ გაუჩნდეს ბავშვს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, გაეცნოს ამ ინფორმაციას და თავისი პირადი დასკვნები გამოიტანოს საკითხთან დაკავშირებით. აი, პირველი და მთავარი ზუსტად აი ეს მედია წიგნიერების უნარების ნაწილში ვიტყოდი, რომ ეს არის. როდესაც ჩვენ კითხვების დასმის უნარს ვითარებთ, ამითი გვივითარდება ლოგიკური აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და სამომავლოდ ეს უკვე ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ამ ჩვენ ბოროტმოქმედებს, ხო? იმიტომ რომ მარტივად აღარ ვარ მე მიმღები ამ ინფორმაციის, თუ ჩემამდე რაღაც ინფორმაცია მოვიდა, იქ რაღაც კონკრეტულ კითხვებს ვსვამ. იგივე არის დასრულ ადამიანებშიც, ხო? ანუ ზუსტად აი ეს აი ამ უნარების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. ეს შეიძლება მარტო ფორმალურ განათლებაში არ იყოს, იგივე მშობლების ნაწილშიც, ხო? აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიდგომა არის ფილმების, მულტფილმების, წიგნების გამოყენება, ხო? ამ მიზნით, რომ აი ეს უნარები გაგვიძლიერდეს, რომ რაღაც იგივე ფილმს ან რეკლამას ან რაღაცას რო უყურებს ბავშვი, მე დავუსვათ კითხვები, ხო? რომ თვითონაც გაუჩნდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოიძიოს
გამოიწვიოს დამოუკიდებლად და ამითი მიიღოს აი ეს განივითაროს ეს უნარები, რომელიც არის საჭირო. ეხლა შენ რაც თქვი, ნიშნავს თუ არა ეგ იმას, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ეს საფრთხეები გვაქვს ყოველდღიურად, ამ ყველაფერმა გავლენა უნდა იქონიოს იმაზე, თუ ჩვენ როგორ ვზდით ბავშვებს და როგორ ვასწავლით ინფორმაციას. ანუ შენ რო ახსენე მასწავლებელმა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მასწავლებელი აპრიორი არ არის მართალი, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იმის მაგივრად, რომ მასწავლებელი იყოს ლექტორი, რომელიც რაღაცას უყვება, მასწავლებელმა ასწავლოს ბავშვს თუ ინფორმაცია როგორ უნდა მოიპოვოს სხვადასხვა მეთოდებით და გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ანუ ის ფუნქცია, რომ აი ჩვენ დროს რო იყო რაღაც წიგში რაღაც თავს როზე პირად გიყვებოდა მასწავლებელი და ეს ასე იყო და მეორე დღეს შენ იგივე უნდა მოგეყოლა ამის ხო სიტყვით ამის მაგივრად უნდა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს თუ როგორ მოიპოვოს ბავშვმა ადამიანმა ინფორმაცია თავისით როგორ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და როგორ გამოიტანოს დასკვნები. კი, იმიტომ რომ რეალურად დღეს იმდენად შეცვლილია ვითარება, სამყარო იმდენად სხვა არის. თუ პირობითად ადრე რაღაც წიგნები, ტელევიზორი, რადიო იყო, ხო? ინფორმაციის მიღების წყარო. დღეს უკვე იმდენად დიდი რაოდენობით ინფორმაცია შედის ადამიანში, რომ იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც ადრე იყო, იგივე სწავლა, იგივე ბავშვების აღზრდაც აღარ არის საკმარისი, ხო? აი, სულ ამბობ ხოლმე, ხა ბევრი მშობელთა მქონია საუბარი, რომ უნდა აუგრძალავენ სოციალური მედიის მოხმარებას მაგალითად ბავშვებს. რაც არ არის სწორი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია, არ არის სწორი დამოკიდებულება, რატომ? იმიტომ რომ იმის მაგივრად, რომ ავუგრძალოთ პირობითად შევუზღუდოთ, არა უნდა ვასწავლოთ როგორ უნდა მოიხმარონ იგივე უსაფრთხოდ, რა უნდა იცოდნენ, რა არ უნდა იცოდნენ, ინფორმაცია სად მოიძიონ, რომელიც ვასწავლოთ, რომელიც წყარო არის სანდო და რომელია არასანდო. ხო? დღემდე სკოლებში ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ ვიკიპედიას იყენებენ ინფორმაციის მოსაძიებლად. უნდა ავუხსნათ, ხო, რატომ არ შეიძლება რომ ვიკიპედია გამოიყენონ, ან თუ გამოიყენებენ, როგორ უნდა გამოიყენონ, ხო, როგორ უნდა მოხდეს მე პირველ წყაროზე გადასვლა და ასე შემდეგ. ანუ თვითონ მიდგომები რეალურად, აი, აბსოლუტურად მართალი ხარ, აი სრულად შესაძლებელი არის. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რაღაც მიმართულება მივცეთ, როგორც პირობითად მასწავლებელმა, მივცეთ მიმართულება, ვუთხარ, კითხვები დავუსვათ, დისკუსიის რეჟიმი და მსჯელობა უნდა იყოს უფრო მეტად და არა უბრალოდ ცოდნის გადაცემის, იმიტომ რომ ცოდნას მივიღებთ წიგნებიდანაც. აქ თავარია უნარების განვითარება. ეს არის რეალურად, აი, ბოლო კვლევები ისედაც რაც არის, აი იგივე შრომის ბაზრის კვლევები, რაც აჩვენებენ, ყველა ამბობს იმას, რომ უნარების ნაკლებობაა ადამიანებში. არიან ადამიანები ინფორმირებულები, მაგრამ არა აქვთ უნარები. პირიქით, მაქსიმალურად უნდა იყვნენ კონცენტრირებულები იმაზე, რომ უნარები განვითარდეს, ხო? რა როგორ გააკეთონ, საიდან მიიღონ ინფორმაცია, როგორ გადაამუშაონ ეს ინფორმაცია. აი, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის დასწავლა, მოდით ასე ვთქვათ. მე გამოვიყენებ შენ არგუმენტს და ვეცდები, რომ შეგეწინააღმდეგო და ვიკამათოთ ამ თემაზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ადამიანის ბუნებაში ფუნდამენტური ცვლილება უნდა განხორციელდეს და რას გულისხმობ. ანუ, როდესაც შენ მასწავლებელი რაღაცას გიყვება, შენ იმის გამეორება არ გიჭირს და შემდეგ თუ შენ მცდარი აღმოჩნდები, ყოველთვის შეგიძლია ხელი გაიშვირო, რომ ის იყო მცდარი, იმან თქვა რაღაცა და მე არ ვარ მცდარი, მე გავიმეორე უბრალოდ იმან რაც თქვა. თუ ჩვენ ბავშვებს იმის მაგივრად რომ ვუთხრათ რაღაცა რომ ეს არის და შემდეგ მივცეთ ეს ფსიქოლოგიური გასაქცევი ასე ვთქვათ რომ გადმოგვაბრალონ მერე ჩვენი ის შეცდომები რაც შეიძლება ამ ინფორმაციაში იყოს ვაძლევთ თუ არა ბავშვს ან ახალგაზრდას ან ადამიანს ვავალდებულებთ თუ არა მეტი ინდივიდუალური პასუხისგებლობა აიღოს თავის ცხოვრებაზე და მის გარემოცვაზე. რაც შეიძლება როგორც ვთქვით ფსიქოლოგიურ ტკივილშიც გადაიზარდოს, იმიტომ რომ ის დასკვნებს რომ გამოიტანს, უფრო ხშირად იქნება შეცდომაში და უფრო ხშირად აღმოაჩენს რომ რაღაცები არასწორად იცოდა, ვიდრე მაშინ როდესაც შეუძლია ხელი გაიშვიროს ვიღაცაზე და თქვას რომ ის
არის და მე არა. ერთი მხრივ ეს თავდაცვის მექანიზმია, კი რაც ახსენე, რომ პასუხისმგებლობას მე არ ვგრძნობ, ხო? იგივე ავტორიტეტზეც ასას ვლაპარაკობთ, ეგ არის მთავარი, მაგრამ პასუხისმგებლობას მე არ ვგრძნობ, იმან თქვა და შესაბამისად მემშვები, თუმცა მეორე ნაწილი არის აქ კიდევ მნიშვნელოვანი. მეორე ნაწილში გულისხმობ რას? აი ზუსტად თორსაც მე მიმართულებას ვაძლევ, რომ კონკრეტული საკითხი გაიაზროს ბავშვმა, აქ უკვე სწორი და არასწორი აღარ არსებობს, ხო, რეალურად. ანუ როდესაც მე ჩემ დამოკიდებულებას ვიქმნი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება იქ არასწორი ვიყო? ის ხო ჩემი დამოკიდებულება არის. და ზუსტად ბავშვობიდანვე ისწავლის ბავშვი იმას, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით იგივე ინფორმაციის გავრცელებაზე ის არის პასუხისმგებელი. მას დაეკისრება პასუხისმგებლობა და პირიქით რეალურად უფრო ფრთხილად მოიქცევა. კი შეიძლება გარკვეულწილად აი ამ ფსიქოლოგიურ გასაქცევს ვუკეტავთ, რომ ვიღაცას გადააბრალოს. თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება, ეს უკვე პრობლემა. ამის საჭიროება არც უნდა არსებობდეს რეალურად, ხო? აი ამისი თქმამიდან, რომ არც უნდა მჭირდებოდეს აი ეს გასაქცევი, რადგან თუ მე ვსაუბრობ ფაქტებზე, ფაქტი ფაქტია და ფაქტი წიგნშიც წერია და პირობითად თუ წიგნში არასწორია, ბავშვს შეუძლია თქვას იგივე გადააბრალოს, რომ წიგნში წავიკითხე ესე. ფაქტების შემთხვევაში სხვა არის, მაგრამ აი მოსაზრების შემთხვევაში, ან დამოკიდებულების შემთხვევაში, პირობითად აი ხშირად იყო ხოლმე, რომ არ ვიცი, შოთარუსთავმა აქ ეს იგულისხმა. არ ვიცით, ხო, პირობითად ჩვენ რა იგულისხმა. აქ ვერ ვიქნებით სწორი ან არასწორი. ზუსტად აი ეს მიდგომა არის მან შესაძლებელი. კი, მართალია. ანუ პრაქტიკულად ჩვენ იმისთვის რომ გავუმკლავდეთ თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებს, ინდივიდებმა, ადამიანებმა ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წელი პასუხისმგებლობა და ვეცადოთ მაქსიმალურად ჩვენ გარემოცვაში, ჩვენ თავში ამოვიცნოთ ის კოგნიტური მიკერძოებები, რაც არის დავსვათ კითხვები, რომ რა მიზნები ამოძრავებს ამ დეზინფორმაციას და რა რისკი მიბიძგებს, რომ მაქსიმალურად დაცული ვიყოთ და ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სწორ რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ რაღაც გადაწყვეტილებებს რო გავაკეთებთ, ნამდვილად ჩვენი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად ჩვენ ინტერესებში შედის და არა ვიღაცის ინტერესებში, რომელმაც დაგეგმა, შეთხზა რაღაც წინადადება და ამ წინადადების საფუძველზე ჩვენ რაღაცა გაგვაკეთებინა და დასკვნით ეტაპზე რო გადავიდეთ, ანუ ჩემი ბოლო კითხვა. შენ გამოცდილებაში აი რაც დეზინფორმაციას სწავლობ, ამ მეთოდებს სწავლობ. საქართველოში რა მიზნებს ემსახურება აი საერთაშორისო დონეზე აი უცხოეთიდან შემოსული დეზინფორმაცია, ну რუსეთზე მაგ ყოველთვის მე საუბარი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ეგზისტენციური პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეს არის. რას ემსახურება, ანუ რა მიზნებს, რისკენ უბიძგებს ქართველებს? ამ შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო დეზინფორმაცია, რომელიც შემოდის რეალურად კონკრეტული იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება, რა თქმა უნდა, და ეს იდეოლოგია შეიძლება განვიხილოთ ნეგატიურ კონტექსტშიც, შეიძლება განვიხილოთ პოზიტიურ კონტექსტშიც. ორივე მიმართულება საკმაოდ ხშირად გვხვდება საქართველოში, რაც შემოდის. ნეგატიურ კონტექსტში, აი იგივე მაგალითად, აი რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაცია, რომ ავიღოთ ხო? რას ემსახურება? ემსახურება საქართველოში მაქსიმალურად მზაობის შექმნას, ხო? ესე დავარქმევდი მე მზაობაში რას გულისხმობ? აი, იგივე ეს ნაცნობობა, ის ყველაფერი რაც ვახსენე, ხო? ეს რას განაპირობებს? ჩემ მზაობას განაპირობებს ნებისმიერი სახის სიტუაციისადმი. ანუ პირობითად თუ მე მაგალითად წლების განმავლობაში მაწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი არც თუ ისე ცუდია რეალურად, ჩემი მსგავსია, ხო? რაც მთავარია, მსგავსება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი მსგავსია, რაღაც დადებით რაღაცაებს მეუნებიან და პირიქით უარყოფით ინფორმაციას მაწვდიან დასავლეთთან დაკავშირებით, ეს რეალურად მე მიქმნის მიმღებლობას, ხო ესეა? მიმღებლობას მიქმნის იგივე ტურისტებთან დაკავშირებით, ხო? რომ ტურისტების ჩამოსვლაც კი გარკვეულწილად ხომ მზაობის შექმნა არის. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი რეალურად ძალიან
კარგად მოქმედებს ადამიანებზე, ნელ-ნელა ეს ხო როგორ ვთქვა, ზოგადად ეს ზეგავლენები, ეს ინფორმაციის გავრცელება ეს არ ხდება ერთ დღეში, ორ დღეში, ან ერთ-ორ წელშიც არ ხდება, ხო? ამას ჭირდება ათეულობით წელი. ნელ-ნელა ეტაპობრივად რომ მოხდეს გარკვეული სახის ინფორმაციის შემოსვლა, ზუსტად იმ ადამიანებთან, ვინც არის უთრფრო მოწყვლადი და შემდგომ აი ესეთ ქვეცნობიერი და არაცნობიერი ორივე გზით გავრცელება უკვე ამ ინფორმაციის, რომ სამომავლოდ იმ შედეგებამდე მივიდნენ, რაც უნდათ. ეხლა უფრო ალბათ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩემზე კარგად ისაუბრებ ამაზე, ხო? რა მიზნები არის გლობალურ ჭრილში. კი, რა თქმა უნდა, ვეცდები მაქსიმალურად, რომ დავამატო ამ თემას, რომ ანუ ჩემ გამოცდილებაში კონკრეტულად ანუ ის დეზინფორმაცია, რაც ჩვენკენ მომდინარეობს, რამდენიმე მიმართულებით მომდინარეობს, ანუ არ არის ეს ერთი მიზანი აქ და ამ მიმართულებით არის როგორც ვთქვით, სამიზნე აუდიტორიას, როდესაც არჩევენ, ყველა სამიზნე აუდიტორიაში არის კონკრეტული მიზანი. რა მიზანიც უნდა მიიღწეს და შესაბამისად ეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები ვრცელდება ამ სამიზნე აუდიტორიაში. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მარტო ჩვენზე არ არის აქ საუბარი გლობალურ დონეზე, რო ვთქვათ, არის ის, რომ საზოგადოების გახლეჩვა დაპირისპირება და ისეთი სიტუაციის შექმნა, როდესაც საზოგადოებას არ შეუძლია კონსენსუსს მიაღწიოს. ანუ არის თემები, რომელზეც ვერ თანხმდება ვერავინ და შესაბამისად ამ თემების მიმართულებით არაფერი არ კეთდება და ეს საფრთხეს ამას რა თქმა უნდა ამძაფრებს სოციალური მედია, უკვე არსებული პოლარიზაცია და ყოველთვის უსიამოვნოა როცა ამბობენ, რომ აი რუსეთმა შექმნა ეს, რუსეთმა ჩამოაგდო ამ თემაზე. არა, ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ საზოგადოება გაიხლიჭოს, არის უკვე არსებული პრობლემების უბრალოდ გამძაფრება. ხო, როგორ შენ თქვი? აი, ვაცის ისიც ხო შეგვიძლია მათ წარმოვიდგინოთ რეალურად, არ ვიცი, შენ რას ფიქრობ მაგაზე? რა მიმართულებით? აი, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ავიღოთ კონკრეტული ბოროტ მოქმედი, რომელსაც ან ყველაფერს მას მივაწერთ, აი, რაც არ უნდა იყოს, რომ აი, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. აი, მაგალითად, ეხლა პირველი რაც გამახსენდა არის ევროპაში ყველაზე დიდი დრო და ენერგია იხარჯება მიგრანტების მიმართულებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე. მიგრანტების საიმიგრაციო პოლიტიკა ზოგადად ევროპაში არის პრობლემური, საზოგადოებას ეს აღიარებული აქვს, პოლიტიკურ დონეზე ეს არის აღიარებული, მაგრამ საზოგადოებისთვის არასაკმარისად ბევრი კეთდება იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. და შესაბამისად ძალიან აქტიურად იყენებენ რუსებიც ამ მიგრანტების თემას, აი ბოლო პერიოდში მაგალითად გერმანიაში არჩევნები რო იყო, არჩევნების წინ ძალიან საეჭვო თემა იყო, რომ ძალიან გააქტიურდა თავდასხმები მიგრანტების მხრიდან მოქალაქეებზე, მოსახლეობაზე და შემდეგ უკვე გაირკვა, რომ ეს იყო რუსული აქტიური ღონისძიებების ნაწილი, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ მათ იპოვეს კვალი, სადაც ეს ადამიანები კონკრეტულად ფინანსდებოდნენ და დავალებით მოქმედებდნენ. ანუ ფულის საშუალებით და რა თქმა უნდა მიზნად ისახავდა იმას, რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით დეზინფორმაცია ან პროპაგანდა, რასაც ვეძახით ხოლმე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ქცევად შეიძლება ზეგავლენის ანუ ვიღაცის დაავალო ვიღაცას რაღაცა, ის რაღაცას გააკეთებს და ამან ჩვენზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს და გვიბიძგოს იმისკენ, რომ არასწორად აღვიქვათ სიტუაცია და მიზნად რა თქმა უნდა ისახავდა იმას, რომ მემარჯვენე ჯგუფები უნდა მოსულიყვნენ მთავრობაში, მათი რეიტინგი უნდა აწეულიყო, ზუსტად ამიტომ მოხდა არჩევნებთან ძალიან ახლოს რამდენიმე დღის განმავლობაში. მიგრანტების ზოგადად მე მგონი ყველა ქვეყანაში ძალიან პრობლემურია, იგივე საქართველოს კონტექსტიც რო ავიღოთ, საქართველოს ცხოვრება ეთნიკური უმცირესობებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დეზინფორმაციის კონტექსტში და ზოგადად პროპაგანდის კონტექსტში. ხშირად იყენებენ ხოლმე იმისთვის, რომ რაღაცა დააბრალონ და ასევე, როდესაც მოწყვლადი
ჯგუფი არის, ხშირად უფრო ექვემდებარება ზეგავლენას. ხშირად არ ხდება ხოლმე მოქმედება და ეს რა თქმა უნდა საზოგადოების გახლეჩვასაც იწვევს, იმიტომ რომ ისინი არიან ადამიანები, ამომრჩევლები არიან, რომელთაც აქვს სრული უფლება კონსტიტუციით, რომ დააფიქსირონ თავისი პოლიტიკური არჩევანი და როდესაც ისინი ინტეგრირებულები არ არიან შენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, შენ სოციალურ ცხოვრებაში, შენ საზოგადოებაში, უფრო მარტივი ხდება, რომ მათ ისეთი რაღაცები გააკეთებიო, რაც შენ კი არა მოწინააღმდეგეს უნდა. ხო და ანუ საზოგადოების გახლეჩვა ეს რაღაცების გადაბრალება, პატარა ჯგუფების გამოყენება, ეს არის მეთოდები, რომლებიც ძალიან აქტიურად გამოიყენება, მათ შორის საქართველოში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის ეს ექსკლუზიურად ქართული პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უცხოელებსაც ჰქონდათ ეს დამოკიდებულება, რომ თითქოს რუსული დეზინფორმაცია, მე მქონდა ესეთი შემთხვევა 2015 წელს, როცა დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი. ზოგი დასავლელი ექსპერტი არა, მაგრამ თანამდებობის პირისგან წამოვიდა ესეთი ტიპის განცხადება, რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრებზე, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა, იმიტომ რომ რუსეთს აქვს აქ რბილი ძალა და გავლენა, მაგრამ ძალიან მალე ვნახეთ, რომ ეს ასე არ იყო. და რაც უფრო არ უყურებ და არ აქცევ ყურადღებას ამას, მით უფრო უარესი ხდება, იმიტომ რომ ერთი რაც თქვი არის მიზანი, რომ გახლეჩოს საზოგადოება, მეორე არის, რომ ამის მეორე ეტაპი არის, რომ მთავრობასა და საზოგადოებას შორის იყოს ყოველთვის დაძაბულობა, უნდობლობა, რაც რა თქმა უნდა კიდე უარეს პოლარიზაციას და პოლიტიკურ სიტუაციას ქმნის, იმიტომ რომ როდესაც შენ არ გჯერა არენდობის სასამართლოს, როდესაც შენ არენდობი პოლიციას, არენდობი მთავრობას, არენდობი არაფერს აბსოლუტურად, პრაქტიკულად თამაშგარე სიტუაციაშია. თელი საზოგადოება და რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება და დაყავი და იბატონეს პრინციპი ოღონდ უფრო ფსიქოლოგიურ დონეზე რა, როდესაც ყველას ყველა ეზიზღება და არა მარტო თავისნაირები მოსწონთ, როდესაც არ ვენდობით სიტუაციას, მაშინ ზემოდან უფრო სწორედ სხვა ქვეყნის ძლიერი სპეცსამსახურის მიერ წამოსული რაღაც გამოგზავნილი რაღაც ინფორმაცია ძალიან მარტივად შეიძლება გადაიზარდოს ძალიან რთულ სიტუაციაში და შექმნას ძალიან რთული გარემოებები და ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც რა თქმა უნდა აქტიურად მუშაობს, რა თქმა უნდა არის პატარ-პატარა რაღაც ლოკალური თემები შეიძლება იყოს. მაგრამ საზოგადოების გახლეჩვა და უნდობლობა მთავრობასა და მოსახლეობას შორის ჩემი აზრით არის ის ორი ძირითადი მიმართულება, რაზეც რუსეთი მუშაობს საქართველოში, რაზეც რუსეთი მუშაობს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, მოძმე ქვეყანას ეძახიან, მეგობარ ქვეყანას ეძახიან თუ მტერ ქვეყანას აბსოლუტურად არ აქვს მათთვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ დღეს მტერი შეიძლება ხვალ მეგობარი იყოს და ხვალ მტერი, უფრო სწორედ დღეს მეგობარი ხვალ შეიძლება მტერი იყოს. ძალიან საინტერესო ფენომენი არის ზოგადად უსაფრთხოების თვალსაზრისიდან, იმიტომ რომ ეს არ მოიცავს მარტო, როგორც თქვი, მარტო პოლიტიკურ თემას. აი, ვაქცინაციის თემაც შეიძლება თავიდან ბოლომდე უსაფრთხოების პრობლემა იყოს, როდესაც შენ საზოგადოების რაღაც ნაწილს აჯერებ იმას, რომ ექიმები ცუდად იქცევიან, ექიმები გატყუებენ, უნდობლობა უჩნდებათ სამედიცინო სფეროსადმი, ეს ძალიან მარტივი და მოკლე გზა იმისკენ, რომ ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნას, გამოიწვიოს საზოგადოებაში. ამიტომ ეს არ არის მარტო დასავლეთი გვინდა თუ რუსეთი გვინდა, ეს არ არის მარტო ვაქცინაცია თუ ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მიმართულებით, აი მაგალითად გენმოდიფიცირებული საჭმელების თემა, ხო? ეხლა იყო სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი გადავიდა ამ გენმოდიფიცირებულ. არა იმიტომ, რომ თვითონ ჯანსაღი საჭკვებით უნდა თქვება, არამედ სანქციების გამო აღარა აქვთ წვდომა და წლევანდელი მოსავალი შაქრის, ჭარხლის და მე მგონი პომიდორი იყო თუ არ ვცდები ამაზე შაქრის ჭარხალი მახსოვს ზუსტად 40%-ით უფრო ნაკლები მოსავალი აიღეს ვიდრე წინა წელს, როდესაც გენმოდიფიცირებული ჰქონდათ.
ეხლა გენმოდიფიცირებულზე ბევრი სხვადასხვა რაღაცა შეიძლება ითქვას, მაგრამ თვითონ გენმოდიფიცირება ბევრ რაღაცას მოიცავს. შეიძლება იყოს უბრალოდ ის, რომ გამძლე იყოს რაღაცა პარაზიტების და დაავადების, შეიძლება იყოს აბსოლუტურად DNM-ის შეცვლილი და სხვა რაღაცას ნიშნავდეს, მაგრამ თვითონ ის დეზინფორმაციული კამპანიები და დარწმუნებული ვარ შენ შეხვედრია, რომ აი ეს გენმოდიფიცირებული საჭმელი რაღაც ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური შედეგები, რომ საზოგადოებას თუ ჯერა რომ გენმოდიფიცირებული აპრიორი ცუდს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ხო. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვერ დავეწევით, მოსავალი გაცილებით უფრო ნაკლები გვექნება და იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული და იმპორტი რა თქმა უნდა იქნება იმ გენმოდიფიცირებულის, რომელიც სხვა ქვეყანა აწარმოებს და შენი შიდა წარმოება არ გექნება, იმიტომ რომ ფინანსურად ვერ შევა იმაში. ეს ნახეს თვითონ რუსებმა თავის თავზე, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ცდილობენ გლობალურ დონეზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების გავრცელებას და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას და ბოლოს რისი თქმაც მინდა არის, რომ ერთადერთი რაც ვისწავლე ამ სფეროში მუშაობისგან არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას ქმნიან, რომლებიც პროპაგანდას აწარმოებენ, კამპანიებს გეგმავენ, მათ არ აქვთ ესე ამოჩემებული იდეოლოგია რა. ისინი ემხრობიან და გაავრცელებენ იმას, რაც იმ მომენტისთვის მათ მიზნებს ემსახურება. ხო, ანუ მიზანი, როგორც თქვი, არის საზოგადოების გახლეშვა, თუ ამისთვის საჭიროა, რომ მემარცხენე ჯგუფებს დაუჭირო მხარი და მემარცხენე იდეოლოგიას ამას იზამენ, თუ საჭიროა მემარჯვენეს იზამენ, ამიტომ ესე პრინციპულობა ნამდვილად არ ახასიათებთ ამ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მუშაობენ. და რა თქმა უნდა, ეს აისახება ხოლმე სხვადასხვა ტიპის განცხადებებში, ხანდახან ეკლექტური განცხადებებიც არის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ინდივიდუალურ დონეზე, რა შეიძლება გავაკეთოთ კოლექტიურ დონეზე, ანუ როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს სკოლებში ინტეგრაცია როგორ მოხდეს. ყოველთვის მისვავენ მე ამ კითხვას და არასდროს არ მაქვს ესე ცალსახა პასუხი. კანონის დონეზე დეზინფორმაციის აგრძალვას. დარწმუნებული ვარ შენც გისვავენ ამ კითხვას. რას ფიქრობ ამ თემაზე? საკმაოდ რთული თემა არის. მე მგონი ერთ იგივე აზრი გვაქვს, რთული თემა არის, იმიტომ რომ მოსაზრების და ჩვენ ასე ვთქვათ ფაქტის გამიჯვნა ერთმანეთისაგან საკმაოდ რთულია და ხშირ შემთხვევაში ბევრ პრობლემებთან არის ხოლმე დაკავშირებული. გარკვეულწილად მიმეჩნია, რომ ალბათ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ იყოს აკრძალული, თუმცა მაგალითად რა საკითხებთან? აი იგივე ფაქტებთან დაკავშირებით, ხომ? აი პირობითად რა ხდება დღეს, აი კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა აი ზოგადად რო ავიღოთ, საკმაოდ რთული არის იგივე აი კომერციულ კონტექსტში მგონია რომ უნდა იყოს აკრძალული პირობითად ნებისმიერი სახის დეზინფორმაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვრცელდებოდეს. აი იგივე პოლიტიკური და სოციალური კონტექსტი. კომერციული მაგალითი შეიძლება გითხრა, ანუ რას ნიშნავს კომერციული დეზინფორმაცია ავგრძალოთ, ანუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა აიგრძალოს? იგივე ფასებთან დაკავშირებით, სხვა ტიპის არასწორი ინფორმაცია წარმოებასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად აი ხშირად ხვდებით ხოლმე, ხა კონკრეტული მაგალითი უცებ არ მახსენდება, მაგრამ ევროპული წარმოების რაღაც სხვადასხვა ტიპის იგივე ტექნოლოგიას, რაიმე პროდუქტს, რომელიც რეალურად სინამდვილეში არ არის. ანუ თუილი რომ მე ესე ვაწარმოებ, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. სინამდვილეში შეიძლება იყოს მართლა ევროპული პროდუქტი, თუმცა წარმოებული იყოს იგივე ჩინეთში მაგალითად, ხო? აი მგონია რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია რა თქმა უნდა იკრძალოს, მაგრამ აი იგივე პოლიტიკურ კონტექსტში, სოციალურ კონტექსტში ავგრძალოთ დეზინფორმაცია, თუ ეს გაკეთდება, მაშინ ეს რაღაც ოქროს შუალედის დაჭერა მგონია რომ საკმაოდ რთული იქნება. ხო, ანუ როდესაც უფრო ვუღრმავდებით თვითონ დეზინფორმაციის არსს, ძალიან რთულია მოსაზრება და მიზანმიმართული დეზინფორმაცია რაღაც თაგეგმილი ზიანის მიყენება. ანუ ისედაც უკანონო არის უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. თუ ჩვენ გვაქვს რამე დამადასტურებელი, რომ ისინი დავალებას და ფულს იღებენ რაღაც სხვა ქვეყნიდან და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო
საკმაოდ საზიანოდ აკეთებენ რაღაცას, ეს სხვა რაღაცა არის და ეს უკვე კანონით რეგულირდება, მაგრამ სად ვავლებთ ხას, ანუ როგორ უნდა მივხვდეთ რაღაცა ფაქტის ინტერპრეტაცია, ექსპერტის ინტერპრეტაცია იქნება ეს ანალიტიკოსის თუ ვიღაცა პოლიტიკური კომენტატორის, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია იქნება. ეს არის მიზანმიმართული манипуляция და ადამიანის შეცდომაში შეყვანა თუ უბრალოდ მოსაზრება. მე ვიტყოდი რომ ყველაფერი манипуляციაა, მოდი აქედან დავიწყებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის манипуляция, იმიტომ ნებისმიერი ჩვენი ქმედებით ვმანიპულირებთ სხვა ადამიანს. უბრალოდ манипуляция ცუდი კონტექსტით არის ხოლმე ძირითადად აღქმული. თუმცა ყოველთვის ხო ცუდი, იგივე შეიძლება ნებისმიერი სახის განცხადება, მე რო ვინმეს ვუთხრა, რომ სანამ დაიჯერებ რაღაცას, გადაამოწმე ინფორმაცია, ესეც ხო манипуляция, იმიდან გამომდინარე, რომ ვუბიძგებ კონკრეტული ქმედებისაკენ, თუმცა დადებითი კონტექსტით. ამიტომაც მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი სახის მსგავსი ქმედება манипуляция არის, აქ არის მთავარი რა მიზანს ემსახურება, ხო? ანუ ზიანის მიყენებას თუ პირობითად სასარგებლო მიზნებს. ამისი გამიჯდა ცოტა წარმოუდგენელი მიმაჩნია, არ ვიცი შენ რას ფიქრობ. კი, მე გეთანხმები, მეც იგივე პრობლემა მაქვს, რომ როდესაც მე ვფიქრობ, როდესაც კითხვას მისვამენ დეზინფორმაციის აკრძალვაზე, მე არ ვფიქრობ, რომ ვიღაცამ თქვა, რომ თბილისში ვულკანმა ამოხეთქა, მაშინ როდესაც ვულკანმა არ ამოხეთქა. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომელიც პოტენციურად შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩემთვის ეს არის манипуляция, ეს არის დეზინფორმაცია, მაგრამ ეს რო ავგრძალოთ კანონით, ხო? ძალიან რთული იქნება და ძალიან დამაზიანებელი იქნება თავისუფალი აზრის გამოხატვის მიმართულებით. ამიტომ ყოველთვის მე უპირატესობას ვანიჭებ იმას, რაც ვთქვით, რომ მედია წიგნიერების გავრცელებას ადამიანებს ვასწავლოთ ამ ინფორმაციის მოწოდება, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიღება, გადამოწმება და აღარ ვიყოთ დამოკიდებული ვიღაცა ტიპების და ვიტყვი ტიპებს და არა ექსპერტებს, ვიღაცა ტიპების მოსაზრებებზე, რომლებიც ტელევიზორში ზიან და იმდენი დრო აქვთ, რომ ყოველ დღეს ვიღაცასთან მივიდნენ სტუდიად და რაღაც კომენტარები გააკეთონ, ხო? ანუ არ არის ეს ჯანსაღი საზოგადოების მაჩვენებელი, ჩემი აზრით. და ამიტომ ყოველთვის შეზღუდვას ჯობია, რომ გავავრცელოთ და განვავითაროთ უნარჩვევები. მე ვიტყოდი, მაგრამ მოთხოვნა მიწოდების ნაწილი არის მან, ხო, რატომ მიდიან ეს ტიპები და რატო საუბრობენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაყურებელი ყავთ და როდესაც მსგავსი ტიპის კონტენტს ან შინაარს არ ეყოლება მაყურებელი, ან თვითონ საზოგადოება იქნება მედია წიგნიერი და მას თავისი აზრი ექნება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, არ დაჭირდება სხვების აზრი მოისმინოს, მსგავსი რაღაცები აღარც მოხდება. ხო, იმიტომ მაყურებელი არ მოთხოვნა არ იქნება. ისევ ინდივიდუალურ პასუხისგებლობაზე გადავდეთ. ყოველთვის შეიძლება ვიღაც ექსპერტს დავაბრალოთ, რომ რაღაცა გააკეთა, მაგრამ მან ესეთი ანალიზი გააკეთა, კი. მე ბევრჯერ გამიგია სხვა შორის რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რო ვეკითხები, რომ ამაზე რო ამას ფიქრობ პირობითად, კონკრეტულ საკითხებში არ ჩავა, შენ წაიკითხე, გაეცანი და მეუბნებიან, მე არა, მაგრამ ისეთმა კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, ხო? აქ უკვე იმ ადამიანთან ხო საუბარს აზრი არა აქვს, იმიტომ რომ თუ შენი აზრი არ გაგაჩნია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება კი დარგის ექსპერტები ესე ფიქრობენ რაღაც საკითხზე, თუმცა მე ხო შეიძლება პირიქით დადებითი წარმოდგენა მაქვს ამაზე და ეს გვაკლია რეალურად საზოგადოებას, რომ ჩვენით ჩამოვაყალიბოთ იგივე მოსაზრებები და იგივე ანალიზი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან რთული არის, რომ ყველაფერზე გქონდეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ახლა იმდენი ინფორმაცია სოციალურ მედიაში, ინტერნეტში, წიგნებში, იმდენი წიგნი არის, რომ დაждდე მთელი ცხოვრება ვერ წაიკითხა ოთახიდან გამოსვლელად, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე როგორც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი იყო, რომ პროფესია გქონოდა რაღაცა, თორე ისე ვერ გადარჩებოდი, ამ პური გეცხო ან რაღაცა გაგეკეთებიოთ, ფიზიკურად ვერ გადარჩებოდი. ეხლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ინფორმაციის მოპოვება იმ თემებზეც კი, რა თემებით შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ, მინიმუმ ის შევძლოთ, რომ სანდო და არასანდო წყაროები გავფილტროთ და რაღაც ოქროს შუალედამდე მივიდეთ. შეიძლება ეხლა ყველაფერზე ექსპერტი არ იყო, მაგრამ იცოდე ვისგან მიიღო ინფორმაცია და არ იყო დამოკიდებული. შენი დამოკიდებულება
უნდა გქონდეს რეალურად ჩამოყალიბებული, მანდა არის მთავარი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ხო? და ეს საფრთხე არის ახლა გამახსენდა ზუსტად ამ იმაზე, რომ აი Russia Today რო დაიწყო მაუწყებლობა, პირველი რაც გააკეთეს ინგლისურენოვან მაუწყებლობაზე, ბრიტანელები დაიქირავეს. იმიტომ რომ სასიამოვნო აქცენტი აქვს, უფრო პროფესიონალური და ეხლა რუსი რო გამოდის და რუსული აქცენტით ყვება რაღაცაზე, უფრო საეჭვო არის და როდესაც ადამიანი ბრიტანელი გამოდის ბრიტანული აქცენტით ყვება, ძალიან ესე დალაგებული ინგლისურით ყვება, უფრო სანდო წყარო არის და ავტომატურად იმაზე აღარ ფიქრობ, რომ ეს არის რუსული ეჭვი აღარ გეპარება. FSB-ს ფილიალი არის, მარგარიტა სიმონიანი არის დირექტორი და პრაქტიკულად медаლი მიიღო რამდენიმე კვირის წინ ახლა რუსეთის წინაშე ჩადენილი არაჩვეულებრივი საქმიანობებისთვის. ამიტომ ამასაც იყენებენ რა ის ჩვენ დამოკიდებულებას ექსპერტებზე ესეც ყოველდღიურ რეჟიმში გამოიყენება. ანუ ინდონეზია არიან ადამიანები შესწავლილი ამ ბოროტმოქმედების მიერ. ავიც, ჩემი მხრიდან მე კითხვები აღარ მაქვს, მე მგონია ეს თემა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამოვწურეთ, რა თქმა უნდა, საათობით შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. თუ ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს ამ სამხედრო თემებზე უფრო უსაფრთხოების ჭრილიდან, მე ვიდეოს აღწერაში აუცილებლად დავდებ ლინკს ჩემი ინტერვიუსი აჭარის ტელევიზიასთან, სადაც უფრო ფართოდ განვიხილავთ საინფორმაციო ოპერაციებს და უფრო უსაფრთხოების ასპექტებს. ამიტომ შეგიძლიათ ქვემოთ ლინკში აღწერაში ნახოთ ლინკი და უყუროთ ასევე ამ ინტერვიუს. მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემისთვის საკმარისია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით ისევ შემდეგ სამშაბათს, ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.